მოგესალმებით ძვირფასებო, ეს არის Cherry Space, Cherry სივრცე და მორიგი ეპიზოდი უკვე YouTube-ის სივრცეში. ესე იგი, ჩემი დღევანდელი სტუმარი არის ძალიან მნიშვნელოვანი თემის მეფე და საქართველოში გრანდ დიდი. ირაკლი ქართველიშვილი, რომელიც არის digital marketing-ის, ასე ვთქვათ, ძალიან ჭიპ მოჭრილი ადამიანი, აი მაგ სფეროში. ეხლა მე თვითონ ვკითხავ, რა გამოცდილებები აქვს, მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ქართველი, ძალიან ცნობილი ინფლუენსერი ირაკლის mentorობით არის კარგად მოკაჩული, გაკაჩული. ასევე არა მარტო ქართველები, უცხოელებიც და ის თანამშრომლობს ძალიან დიდ კომპანიებთან, როგორც არის City-Mall, როგორც არის ნაბეღლავი, თუ ნაბეღლავი ჯერ არა. ნაბეღლავი ცოტა ხანში, პეტრა ჯგუფი და ასე შემდეგ. ირაკლი, შენ კიდე დაგვიმატე ახლა, კიდევ რა გამოცდილებების, ლექტორიც რო ხარ თან ეგეც გითხარი და მითხარი რა, სად მოღვაწეობ, რა არის შენი სფერო ძირითადად? კი ბატონო, გამარჯობა პირველ რიგში და მიხარია რომ ამ პოდკასტში მოვხდი, იმიტომ რომ წეგანაც ვამბობდი რომ ერთ-ერთი თავიდან როცა გაგიცანი პირველად, ჩემი კითხვა იყო ის რომ რატო არ გაქვს პოდკასტი. და ეხა უკვე რომ გაქვს და აქ ვარ, ძალიან მიხარია. მოგეთ ჩემი და ციფრული მარკეტინგის ურთიერთობა უკვე 9 წელია, რაც მიმდინარეობს, ესე რომ ვთქვათ. პირველად ვიყავი დამწყები social media manager, რომელიც უბრალოდ პოსტებს დებდა, ანთავსებდა სხვადასხვა. მაშინ social media manager-ი ერქვა, ეხა content creator-ი ქვია, ხო? არა. მაგას ეგეც პოდკასტში უნდა ვილაპარაკოთ, მაგ ყველაფერზე განსხვავება. და მე ვიყავი ცოტა ხანი საზღვარგარეთ, რომ უფრო მეტი გამოცდილება მიმეღო და დღეს უკვე ვარ როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე, როგორც ჩვენ თქვი ვარ City-Mall-ის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი, პეტრა ჯგუფის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი, ასევე Biblusi ჯგუფის და კიდევ ბევრ დიდ და პატარა ქართულ კომპანიას ვეხმარები განვითარებაში და ვარ ასევე ლექტორი რამდენიმე უნივერსიტეტში და ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ შესაძლებლობა როცა გაქვს რომ შენი ცოდნა სხვას გაუზიარო აკადემიურ სივრცეში თუ ესეთ პოდკასტებში, ამაზე მაგარი ალბათ ვერაფერს არ გააკეთებ ადამიანი რა. ან გავსებს კიდევაც და აქვე მოვიკითხოთ შენი სტუდენტებიც. კი ბატონო. მოვიკითხოთ. ეხლა პირველივე კითხვით გადმოვალ შენთან, რა არის ეს digital marketing-ი? ეს ჩვეულებრივი მარკეტინგია თუ არის რაღაც განსხვავებები? და უბრალოდ განსხვავებები ალბათ იქნება, მიდგომები რამდენად განსხვავდება ფიზიკური მარკეტინგისგან digital marketing-ში. ხო. განსხვავება ძალიან დიდია და ალბათ მარკეტერები, ტრადიციული მარკეტინგის მიმდევარი ადამიანები, ვინც გვიყურებენ, არ მიწყენენ ამას თუ ვიტყვი, დღეს უკვე ყველაფერი გახდა ციფრული, ესე რომ ვთქვათ. ტერმინად ვიტყვი, მოდი. ციფრული მარკეტინგი ეს არის პროდუქტის ან ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლისთვის, ციფრული არხებისა და ტექნოლოგიების დახმარებით. უფრო მას ხო, მასიურად, რა თქმა უნდა. ერთ მხარეს ჩვენ ყოველთვის გვეშლება ხოლმე ესეთი რაღაცა, რომ ადამიანებს გქონათ, რომ მარტო ვყიდულობთ ჩვენ პროდუქტებს. მარტო პროდუქტს არ ვყიდულობთ, ჩვენ პირველ რიგში ვიგებთ ინფორმაციას და ამ ინფორმაციას დაყრდნობით მივდივართ და მე ვყიდულობთ პროდუქტებს რა. და შესაბამისად ციფრული მარკეტინგი ზუსტად ამას ცდილობს, რომ ეს ინფორმაცია გაავრცელოს საზოგადოებაში, რომ მე უკვე შემდეგი სხვა ნაბიჯებით, რასაც ჩვენ უკვე data-driven digital marketing-ს ვეძახით, რაც არის უკვე. მაიცადე, გაჩერდი რა. Data რაიო? Driven digital marketing-ი, რომელიც არის უკვე მონაცემებზე დაყრდნობილი ციფრული მარკეტინგი, ამის საშუალებით, ყველანაირი ანალიზით, ჩვენ ვცდილობთ, რომ მე შემდეგ უკვე მოგაწოდოთ პროდუქტი. აი მაგალითად რამე საიტზე რო შებრძანდებით და მე Facebook-ს რო სკროლავთ და ის პროდუქტი რო გხვდებათ, ეს ყველაფერი ამის დამსახურებაა, რომ ჩვენ ეს data გვისმენენ. ხო, თქვენივე ნებართვით, ჩვენ ეს data უბრალოდ დავამუშავეთ და მე მოგაწოდეთ შესაბამისი პროდუქტი. კი ბატონო. იცი რა მაინტერესებს, არის თუ არა კომპანია, რომელიც დღესდღეობით არ მიმართავს digital marketing-ს და მაინც კაჩავს? უნდა ვთქვა რომ არა. არ არის. ხო, უნდა ვთქვა რომ არა, იმიტომ რომ კაჩავს არის ნახე როგორი რაღაცა რა, კომპანიებს სულ მაგას უნდა, ბევრ კომპანიასთან მქონია შეხება ვისაც ვთქვათ რომ მე პროდუქტს მაინც ვყიდი. და რაში მჭირდება მაგალითად ციფრული მარკეტინგი რა. მაინც ყიდი ალბათ ეს არის რომ ადამიანებს აქვთ განვითარების კომპლექსი ალბათ ესე ვთვლი რა რომ და მოდი მაშინ ბარემ ვთქვათ რა არის მაშინ ციფრული მარკეტინგი. აი რომ მოდიხარ ახლა ჩემთან როგორც კომპანიასთან და მე ვვნები რომ შენ ციფრული მარკეტინგი გჭირდება. ვაზე ვერ მოდივარ, რატომ მჭირდება? აი რა არის ციფრული მარკეტინგი? ლოკაცია. თუ შენ Google-ში არ გაქვს გამართული შენი ლოკაცია, რომ ადამიანი მარტივად მოვიდეს შენთან, არ გაქვს ვერიფიკაცია გავლილი, რომ ელემენტარული შემიძლია რომ Google-ში შენ სახელს რო დავწერ, მარტივად გიპოვო, ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა. ეგ არის ციფრული მარკეტინგი? ესეც ერთ-ერთი მიმართულება, მაგალითად, რომელსაც ვეძახით ჩვენ საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას რა. მაგალითად, ეხა მე თუ ჩავწერ Cherry-ის პოდკასტს Google-ში და შენი პოდკასტი ამოვა სადღაც მე-20 გვერდზე,
რა თქმა უნდა არ შემოვალ არც გადმოვალ მე-20 გვერდამდე რა და მნიშვნელოვანია რომ მოწინავე პოზიციაზე ამოხვიდე ხო ეს არის ერთ-ერთი მიმართულება მაგალითად მეორე მიმართულება არის რომ აი სოციალურ ქსელს რო ადამიანი გახსნის და შენ თუ იმ სოციალურ ქსელში არ ჩანხარ არსად რა ესეც უკვე ძალიან დიდი პრობლემაა რა აი ქონია მომენტი რომ კომპანიასთან შევსრულვარ Facebook გვერდზე და უწერია რომ ღია ვარ მაგალითად რა Facebook-ზე უწერია რომ აი მუშაობ 10-დან 6-მდე რა მივსვლა 4 საათზე და არა იცი რა ჩვენ არ მუშაობთ ეგ უკვე პრობლემაა რა და მაგ სისტემასაც ციფრული მარკეტინგი ალაგებს ასევე აი მომხმარებელი შემოვიდა შენს ვებგვერდზე და არ იცი რა ქნა ანუ მილიონი მომხმარებელი შემოვიდა შენს ვებგვერდზე ძალიან მარტივად. მე არ ვიცი რა ქნა თუ კომპანიამ არ იცის რა ქნა რა. აი შემოვიდა ჩემს ვებგვერდზე, მე ვარ კომპანია, ჩემს ვებგვერდზე შემოვიდა მილიონი მომხმარებელი. ანუ იმის ქცევას ვერ ვაკვირდები მაგის კითხვა, კი ბატონო. ხო, შემოვიდა მილიონი მომხმარებელი. ამ მილიონიდან მე გავყიდე მაგალითად 100,000 პროდუქტი. კომპანიის დამფუძნებელი კმაყოფილია რომ გაყიდა 100,000 პროდუქტი. მაგრამ რეალურად ჩვენ უყურებთ მეორე მხარეს. სად წავიდა 900,000 მომხმარებელი. ანუ რატო არ იყიდა პროდუქტი? ხო, სად გაჩერდა? მაგრამ ეგ ციფრული მარკეტინგის თემაა თუ იმის ფიჩერი არის, იმ ვებსაიტის ფიჩერი როგორ არის? შესაძლებლობა. ანუ ტექნიკური შესაძლებლობა. ყველა ვებსაიტს ესე პირდაპირ ტექნიკური შესაძლებლობები არ აქვს ფიზიკურად, ეგ ვერ ექნება. თუ შენ კარგმა ციფრულმა მარკეტერმა, მაგალითად არ ჩაგიინტეგრირა Google Analytics-ი, არ ჩაგიინტეგრირა Google Tag Manager-ი, არ ჩაგიინტეგრირა Hotjar-ი, რომელთაც მაგალითად შენ მომხმარებლებს შეგიძლია რომ უყურო. და ეგ ყველა ვებსაიტს აქვს მაგის საშუალება რომ ეს მიიღოს ინტეგრაციები. აი, ძალიან კაი კითხვა დასვი ხა, ხო, ინტეგრაციის მისაღებად ყველას შეუძლია რომ მიიღოს რა, ნებისმიერი ტიპის ვებგვერდს, რომელსაც ელემენტარული კოდი აქვს ბექში გაწერილი, ყველას შეუძლია რომ მიიღოს და ჩვენ ვაკეთებთ აი ამ ანალიტიკას ზუსტად რა. ანუ იმ ტიპებსაც, ვისაც დავუშვათ ხა ძალიან შემოვიდა შენი საკუთარი ძალებით, აი Wix.com-ში და აი საიტების WordPress-ი, Joomla, ძალიან ანუ მე რო ხა დავუშვათ და საიტი ავაწყო, მე მეიქნება მაგის ფიჩერი რომ დავიქირავო დავუშვათ digital marketeri და იმან ჩამიშენოს ეს ჩაგიშენებს და მე რასაც ეთქვი რომ აი ეს დამითვალე აბსოლუტურად ყველაფერს დაგითვლის რა. აი მაგალითად Hotjar-ს რო ვახსენებ წელს, Hotjar-ი არის როგორი ტიპი, იცი? აი 200 კაცი რო შემოვიდეს შენ საიტზე, ის 200 კაცი რამდენი ხანიც არ უნდა გაჩერდეს საიტზე, თითო user-ზე, მომხმარებელზე განახებს რა გააკეთა. ანუ უყურებ რა ჩვეულებრივად რა შენ ეკრანზე უყურებ იმის ქმედებებს რა. ოღონდ ეს რა თქმა უნდა ყველაფერი ლეგალურია შენ იქ წესებში და პირობებში. ანუ რას დააკლიკა, ტიპი რითი დაინტერესდა შენ მაგას გულისხმობ, ხო? იმიტომ რომ უყურებს ეხა არის ფიქრონ რომ იმას უყურებს რა ტიტველი როზის კომპიუტერს. არა, ისეს კროლას. იდეაში თუ უაზრო უყურებს დავუშვათ მე რას დავაკლიკე, რითი დავინტერესდი რა. აი დავუშვათ ჩემთან შემოვიდა და ზურგის სარეაბილიტაციო დააჭრა და დიდი ხანი გაჩერდა იქ. ანუ ჩემთვის ეს ნიშანი რომ დაინტერესდა ზურგის რეაბილიტაციო სავარჯიშო პროგრამით. არა მარტო რომ რამდენი ხანი გაჩერდა. ანუ რას აკეთებს იმ აი როგორც ხა ჩვენ ვიღაცა გვიყურებს, ეგრე უყურებს შენ სხვის კომპიუტერს. მაგრამ ტიპს კი არ უყურებ მაუსის ადადის იმას უყურებ. პოდკასტის სპონსორია Cherry Fit აპლიკაცია. ეს არის პირველი ქართული სრულყოფილი ფიტნეს აპლიკაცია, რომელიც აერთიანებს სავარჯიშო და სარეაბილიტაციო პროგრამებს, ასევე სხვადასხვა კვების მრავალფეროვან მენიუს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ გყავთ პერსონალური მწვრთნელი და ნუტრიციის კოუჩი თქვენს მობილურში. ინფლუენსერ მარკეტინგზე მინდა ცოტათი გადავიდე, იმიტომ რომ მე როგორც ახლა ინფლუენსერი ძალიან მაინტერესებს, შენც გიმუშავია ინფლუენსერებთან და აი სად ვუშვებთ შეცდომას, ან უნდა ყავდეს თუ არა ჩვენ digital, ანუ მე მყავს content creator-ი დავუშვათ. ისიც მე მგონი, ანუ ძალიან ბევრი ინფლუენსერებიდან მე მგონი ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც content creator-ი აიყვანა და ვაფშე მესიჯების ადმინისტრატორი მყავდა და დღემდე მყავს, იმიტომ რომ ჩემი პოლისი არის, ეგეც არ ვიცი, იქნება ვაფშე არ არის საჭირო. აი განვიხილოთ ახლა რა. პოლისი მქონდა ესეთი, რომ ყველა შემოსული კითხვა, ყველა შემოსული რეაქციაც კი უნდა დარეაქციუდეს. ანუ ტიპი რომ მიგულებს სტორის, მე აქედან ვაგულებ კიდევ და ვავალებ ამას ჩემს chat manager-ს რა. ანუ ეგ მყავს და კიდევ ანუ გავყავი ახლა პოზიციები თავიდან რა სანამ პატარა ვიყავი და ფული არ მქონდა. მყავდა მარტო ეს მესიჯებზე შემომავალი ადამიანი, რომელიც მესიჯებს პასუხობდა, იმიტომ რომ მე მაქედან ვყიდი პროდუქტს, ჩემს ცალკე აქეთ მხარეს პროდუქტს და ახლა გავყავით, მყავს content creator-ი და მყავს chat manager-ი, აი მესიჯების შემომავალი მოპასუხე. უშვებენ თუ არა შეცდომას ინფლუენსერები, რომ არ ყავთ digital marketeri, ანუ მოდი ჩავშალ. მოდი ესე ვთქვათ რა. მოდი მაშინ digital marketers რამდენიმე ნაწილად კიდე ჩავშლი. ანუ ციფრული მარკეტერი როცა ხარ, ეს არის რაღაცა ბოლო ლეველის პოზიცია, სენიორ ციფრული მარკეტერი რო ხარ, ეს არის ბოლო ლეველის პოზიცია. მანამდე არის ძალიან ბევრი პოზიციები, კონტენტ კრეატორი, social media manager-ი, advertiser-ი და ესეა data analytics-ი და ძალიან ბევრი ტიპები არის. ეხლა
ინფლუენსერ შეიძლება რა ვიღაც ტიპები არ ჭირდებოდეს იქიდან რა ციფრული მარკეტინგი რა ვინ ჭირდება ინფლუენსერს მითხრა ინფლუენსერს აუცილებლად ჭირდება მენეჯერი ოკეი მენეჯერი აუცილებლად ჭირდება ჩათის ოპერატორი რომელიც ცალკე უნდა იყოს კარგი ინფლუენსერზე მაქვს საუბარი როგორც შენ ხარ და ბევრი ყავს საქართველოს სხვათა შორის და მაგრამ მოდი დავკონკრეტდე ინფლუენსერზე რომლის შემოსავალიც არის ინსტაგრამიდან არა ინსტაგრამიდან ანუ კი არა ბოდიში social media-დან არის რეკლამებიდან შემოსავალი რო შევლე რომ გადაუხადოს მოკლედ რა კადრს რო აიყვან იმას უნდა გადაუხადო რა და community manager-ი უნდა ყავდეს აუცილებლად რა community manager-ი არის ადამიანი რომელიც ამ ადამიანებს მართავს ყველას რა ვინც შენი გამომწერები არის იმას მაგალითად channel-ის არსებობა ხო იმიტომ რომ შენ არ უნდა იყო ვალდებული რომ channel-ზე შენ თვითონ წერო რაღაცა მაგრამ channel-ი რა შემჭირდება ხომ აქ მე social media სადაც შემოდიან ეს ტიპები და ველოპარაკებით chat manager-ი ნახე channel-ი არის კონკრეტული ადგილი Instagram-ზე სადაც უშუალოდ თვითონვე შემოდიან თავისინები და შენ რო SMS დაწერ აბსოლუტურად ყველას მისდის ეს SMS-ი აი მაგალითად ცითი მოსგვაქვს ესეთი channel-ი რა სადაც არიან ადამიანები გაწევრიანებული Instagram-ზე სადაც ჩემი content manager კრეატორი სადაც არიან ვინ უნდა მითხრას მე აი გეუნები ხა და ეხა გავაკეთოთ რა მორჩევით ხო და ცითი მოლის ადამიანები არიან ამ channel-ზე დამატებულები და ცითი მოლის რაღაცა ფასტაკლება რო გვაქვს ან მაგალითად სამუშაო საათები იცვლება პირდაპირ წერთ ხოლმე რა და ყველას მისდის inbox-ში ეს ყველაფერი რა იგივე გვაქვს მაგალითად კარტერსზე გაკეთებული ბავშვთა ბრენდზე პეპელაზე XS-ზე ვისაც ვეხმარები რომ პირველი ინფორმაცია ძალიან მალე მივიდეს ათასობით ადამიანთან რა ანუ იმ ნაწილზე დამოკიდებულება რომ აი მე ხო story დავდე და რამდენად ნახოს ხა საშუალოდ საქართველოში stories ნახულობს ალბათ 10% ხო 100,000 გამომწერით უყავს 10,000 კაცი ნახულობს მე შეიძლება რაც უფრო მეტი ყავს მე ეს ნახვის პროცენტი ვარდება რა მაგალითად თუ 10% ნახულობს 100,000-ზე მილიონი რო ყავს ნახულობს 3%, 4% და ესე შემდეგ რა. და შესაბამისად ჩვენთან ინფლუენსერების პრობლემა რა არის, იცი რომ ნუ ეხლა შეიძლება ცოტა გამომივიდეს, მაგრამ უნდა ვთქვა რა, ყველა არ შეიძლება ყველა პროდუქტის რეკლამირება რა. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. აი მან ჩამოდის მენეჯერის როლი, ხო? რომელიც დაგეტყვის რომ ეს არ გააკეთო. ანუ მარტივად გეტყვის რომ ეს არ გააკეთო რა, ეს არ გადაიღო. იმიტომ რომ შენ კონტენტს ეს არ მოწონს რა. ჩვენთან მარტო რას აანალიზებენ იცი ინფლუენსერები, რამდენი აი იქ რო გვიწერია ხოლმე ინსაიტებში რო შედიხარ და 20 მილიონი ნახვა დავაგროვე რა. პრობლემა არის იმაში, რომ ეს 20 მილიონი ნახვა გონიათ, რომ მაგალითად არის უნიკალური. ეგეც უკვე პრობლემაა რა. ან 1 მილიონი. ეგ არის სტორების ნახვა საერთო ჯამური რაოდენობა, სტორი პროფილზე შემოსვლები. ზოგადი ინფორმაცია ითვლება მანდ რა. აი ადრე მე მახსოვს ერთ-ერთი გოგონა იყო, რომელმაც მითხრა მე ინფლუენსერი უნდა გავხდეო. და რატომ მეთქი, რატომ უნდა გახდე თქო და ჩემს თორებსო რაღაც 5,000 გამომწერი მყავსო მოგლეთო რა. ჩემს თორებს ნახულობსო დაახლოებით 1500-მდე ადამიანიო და ამ 1500-დანო 700 მაქვს დაფორვარდებაო სტორიზე. და რეალურად სტორისზე როცა გვიწერია ინსაიტს დაფორვარდება, ეგ საერთოდ არ ნიშნავს, რომ ვიღაცას გადაუგზავნა. რომ გადავიდა უბრალოდ შენი სტორიდან რა, პირიქით არასწორებს რა, ეგეთი რაღაცა რა და პრობლემა დასკიპა ვაფშე ხო რა, ანუ გიგურანა გადაგაგდო რა. სადი იმდენად რას ველაპარაკე. ხო რა, და ანუ გადაგაგდო რა და სტატისტიკებს ვერ ვითვლით რა, სწორედ რა. აი, მაგალითად მე რომ მიმუშავია უცხოელ ინფლუენსერებთან რა, აი გამორიცხულია რომ აი მაგალითად ესპანეთი ავიღოთ იგივე რა. გემბლინგიდან გამომდინარე, მოკლედ ბევრთან მქონია ინფლუენსერებთან შეხება. მე არ მახსოვს რომ აი 100,000-ზე მეტი გამომწერი ყოლოდა ინფლუენსერს და პირდაპირ ამ ინფლუენსერთან დამეწყოს მოლაპარაკებები რა. ანუ მენეჯერთან ვიწყები და გეუბნებოდა ეს გვიღირს, ეს არ გვიღირს რა, ეს გვინდა, ის არ გვინდა რა. და შესაბამისად ეს მენეჯერი უყურებს შენს კონტენტის ხარისხსაც, ხო, რომ შენ რო გადაიღე მაგალითად წყლის რეკლამა გქონდა 300,000 ნახვა რა, გადაიღე გაზიანი სასმელის ნახვა, გაკ 5,000 ნახვა რა. მარტო იმაზე არ უნდა იყო რა, ამას ინსტაგრამი უყურებს მერე რა და გიყურებს რომ ეხლა რა მაინტერესებს, მან დარიგულისხმება, აი შენ რომ ამბობ რომ არ უნდა გადაიღოს ყველა რეკლამა. მან დარიგულისხმება დაუშვათ რადიკალურად არაჯანსაღი პროდუქტები, ხო? და აი რაღაცა არაპოპულარული პროდუქტები. ჩვეულებრივ შეიძლება მე გავარეკლამო დაუშვათ სახის კრემი და მე გავარეკლამო, არ ვიცი, თმის შამპუნი. ოღონდ ერთი ბრენდის. ოღონდ ერთი ბრენდის. ხო, აი ეგეც პრობლემაა. ეგეც პრობლემაა? რომ დღეს მაგალითად ვიტყვი კომპანიას ახლა აქ უბრალოდ ხსევ. დღეს მიდიხარ PSP-ში არეკლამი, ხვალ მიდიხარ Pharmadepot-ში არეკლამი. არ მოსულა. ხო, არ მოსულა. რატო? იმიტომ რომ სხვადასხვა კომპანია, კონკურენტი კომპანიები არიან რა. ნუ ჯერ ეს ერთი მე მგონი თვითონ ეგ კონტრაქტი, ნახე, ეგ არის. კონტრაქტის დროს იდება, ხა მე როცა ძალიან იშვიათად ამიღია მე ჩემ გვერდზე რეკლამები, მაგრამ როდესაც დაუშვათ მეუბნებიან რომ შენი შეთავაზება ანუ გამომიგზავნე, იმ 3 თვის განმავლობაში, მინიმუმ 3 თვის განმავლობაში, როცა მითანამშრომლია, იქვე ვეუბნები რომ შენ კონკურენტ ბრენდთან მე არ ვთანამშრომლობ. ანუ ეგ ჩემ შეთავაზებაში არის. შენ კარგად აკეთებ ამ ყველაფერს, მაგრამ კონტრაქტი არ არსებობს. აი მე ძალიან იშვიათად მინახავს კონტრაქტი.
ხო, მეც კონტრაქტი არ მქონია შეთავაზება გამიგზავნი, ესე სიტყვია. შესაბამისად კონტრაქტი რა რაზე მედავები. ანუ რავი, დღეს შენთან ვიყავი ხვალ იქ, რაზე მედავები. ვერაფერზე ვერ მედავები და ტრანზაქციას აკეთებ რა ტელეფონით, პირადი ანგარიშს. მე მგონი უკვე ახლა მოხდილი ახლა მე ვინც ვიცი, ისინი რომ ამიღია რომ დაუშვათ თუნდაც ფარმაცევტულ კომპანიასთან თანამშრომლობენ, კონკურენტი ფარმაცევტული არ აუღიათ. ნუ აუღია დაუშვათ ფეხსაცმელების მაღაზია. ეგ არის უკვე შენი ადამიანური რომ არ ავიღებ რა, მაგალითად მეც ეგრე ვარ რა, რომ მაგალითად მაქვს ისეთი კონტრაქტები მინდებს რომ აი ტიპის რომ შენ თუ მაგალითად მაღაზია მარტო თბილისში გაქვს. მე მაქვს უფლება რომ ბათუმში შენი ტიპის მაღაზიას მე ვემუშაო. იმიტომ რომ მაგრამ შენ თუ ბათუმში გადაიტან მე მაღაზიას, ოკეი რა, იმას დავანებებ თავს და აღარ ვემუშავები რა. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებ, ძალიან მინდა გთხოვო, გამოიწერო არხი, დაალაიქო ვიდეო და გაუზიარო მეგობარს. ამით ძალიან დაეხმარები ჩვენს არხს განვითარებაში. ანუ ესე იგი შენ მეუბნები რომ ანუ ინფლუენსერისთვის ერთი და იგივე ან მიმართულების კომპანიებთან არ უნდა იმუშაოს ერთდროულად რა და ყველას დამღუპელ რაღაცას გეტყვი თუ გინდა ეს არის სტორები. რას ნიშნავს? Instagram სტორები. ადრე სანამ AI მოკლედ ძალიან კარგად იქნებოდა წამოსული, ნუ ეს სტორები რაღაცა ხელით რაღაცეები გეთებთ. ეხლა ყველაფერი არის გადასული ავტომატურ სისტემაზე რა, ანუ ხელოვნური ინტელექტი უყურებს შენ სტორებს რა და არსებობს ესეთი კრეატივის ლიმიტი. ესეთი რაღაცა რა, რომელიც რას ნიშნავს? ვიცი, როცა დაინახავს, რომ შენ რამდენიმე სტორი არის ერთი და იგივე, შენ სტორს ალიმიტებს როგორც ესეთი და ბევრ ადამიანს აღარ უჩვენებს რა. აი შენ თვითონაც თუ ხარ დაკვირვებული ეგეთ რაღაცას, როცა ერთი და იგივე ტიპის რამდენიმე სტორს დებ, ვიზუალურად ბოლო სტორებს შედარებით უფრო ნაკლები ნახვა აქვთ, ვიდრე წინა სტორებს რა. აგრა ეგ თავიდან, მაგრამ მეორე დღეს მე თანამდებიან. შეადარე თუ გინდა საბოლოო ჯამში შეადარე, იმიტომ რომ მაგალითად შენ რო გაცვია მაგალითად თეთრი ზედა და შავი ქვედა, შენ თეთრი ზედა შეიძლება ხან ესე გქონდეს, ხან ეს ან სხვანაირად. AI-ისთვის შენ ხარ ვიღაცა ქალბატონი თეთრი ზედით და შავი შარულით. ხო, რაღაცა კოდები აქვს მინიჭებული ამ რაღაც. 0-1-0-0 მაგალითად რა და ეს 0-1-0-0 4 სტორიში მეორდება თავიდან ბოლომდე. და ეს გიკეთებს ავტომატურად კრეატივის ლიმიტს. და შესაბამისად შენი სტორები უფრო პოპულარული აღარ ხდება რა. და ამოიცადე ერთი წამი. ხმე რაღაცები მეთადო. მოიცადე ერთი წამი. აი ერთ საკითხს განვიხილავ, რომელსაც ერთ წუთში ვერ ვატევდე და აფეთქებული და 4 წუთი მჭირდება რა. 12 ხანდა ხარ. მაგრამ ნახე პლუსი ის გაქვს, რომ მაგალითად შენი როცა შენ რეგისტრირდები Instagram-ზე რა, ეხლა ეს ძალიან სწორი შეკითხვა და ნახე, შენი ბაიოში გაქვს გასაწერო ვინ ხარ. შენ როცა ეუბნები რომ მე ვარ რაღაცა ფიტნეს ტრენერი ან რაღაცა, Instagram-ი ავტომატურად ხვდება, რომ შენ ესეთი კონტენტი შეიძლება აწარმოო, იმიტომ რომ ესეთი კითხვა დამისვეს ზუსტად რა, მეო რესტორანი ვარო და ეხა რესტორანმა რა უნდა დავდოო რა. მაგრამ როცა შენ Instagram შესაბამის, ანუ ვერიფიცირებული ხარ და შესაბამის ინფორმაციას აძლევ, მე ვარ რესტორანი, ვაკეთებ ამას, Instagram-ით, plus რომ შენ ეს კონტენტი უნდა აკეთო რა. მაგრამ საქართველოში არიან, რომ არ აქვთ მითითებული რა, პროდუქტი არა, კომპანია ტიპი ვინ ხარ, შენ თუ ხარ საჯარო. მოდი ავიღოთ, ინფლუენსერებს ყველანი მიუთითებული გვაქვს, ხო? ბევრს არ აქვს მითითებული. ხო, ბევრს არ აქვს მითითებული. ვერიფიკაციები ბევრს არ აქვს გავლილი. ეხლა მაგალითად ლურჯი წიჭკა, ესე ვთქვათ, რა ქვია, ბაჯეტი. საქართველოში ტეხავდა. ანუ ეგ რო გქონდა ტეხავდა რა. ერთი პერიოდი მახსოვს, ხო, იცი რატო? იმიტომ რომ ყიდულობდნენ თუ რაღაცა ყო, ხო, ეხლა წყვილი. რა, ეხლა მაგაზეც ანუ ბევრი მაგაზეც შეცდომას უშვებს რა, იმ დღეს მე უნდა ვიღაცა $15 ვიხდიო და იმიტომ იხდი $15, რომ შენი ანგარიში არის გაკეთებული ამერიკაზე რა, გააკეთე საქართველოს და გადაიხდით $11. მარტივია რა. მე რამდენს ვიხდი? ხო, ეგეც დაღოთ მე მოინიშნე. მოინიშნე. და ლურჯი ეს ბაჯეტი ეხავდა რა. აი ეგ რო გქონდა, აი რა პონჩი გეუბნებოდნენ რა. შენ რაღაცა. არა, ეგ რამდენადმე შეგეხმარება, იცი? თვითონ Instagram-ისთვისაც ბევრად უფრო, ეხლა ვისაც ფულს გადაუხდი, ცხოვრება ეგრეა მორგებული, სადაც იხდი, კაი ტიპი ხარ რა. და Instagram-ი ძალიან ბევრ რამეში გეხმარება რა. ასე Instagram-ს უყვარს, როცა ბევრს მესიჯობთ. Instagram-ზე ძალიან უყვარს და აი ეს შენაც მითხარი წეგან რომ მე ვავალებო რომ ყველას პასუხი დაუბრუნო და რაღაცა, ზუსტად ეგ არის რა, ეგ კარგი მიგნებაა რა, რომ ვინც მოგწერს, ნუ ერთი გული მაინც გაუგზავნე. ხედავთ ინფლუენსერები რო არ პასუხობ თქვენს გამომწერებს, უპასუხეთ. ეგ кейსიც გქონდა სხვათა შორის ერთ-ერთ ინფლუენსერთან არ დავასახებ, არავის არ პასუხობდა რა. აი და მე როგორც პასუხი დავიწყეთ, რეკვესტებში ვინც შემოდიოდა, ავტომატურად დაიწყო Instagram-მა ძალიან მარტივად განვითარება რა, იმიტომ რომ Instagram-ისთვის საჭირო ტიპი ხდები რა. ყველა აპლიკაცია მუშაობს ეგრე რომ რაც უფრო მეტ ხანს ატარებს იუზერი მომხმარებელი აპლიკაციაში, აპლიკაციაც უფრო მეტ ბენეფიტს გაძლევს როგორც ეს. კი ბატონო, ეხლა ერთი კითხვა მაქვს. მენეჯერი ახოდ ნუ კაი შენ ეუბნები რომ დავუშვათ ეს აიღო, ეს არ აიღო, ამას სიკვდილი იმას ჩამოხშობა, მაგრამ ინფლუენსერის მენეჯერი
უფლება კი არის ბოდიში ინფლუენსერის მენეჯერის პასუხისმგებლობა არის რომ მან ასევე შეთავაზებები დაუგზავნოს სხვადასხვა კომპანიებს და ამ დროს ინფლუენსერი გადაждდეს ფეხზე გადადებული კი არის პასუხისმგებლობა კი პატარა ინფლუენსერებთან ძირითადად შემთხვევაში ეს არ ხდება, მაგრამ დიდ ინფლუენსერებთან სრული პასუხისმგებლობა გაქვს, რომ შენ ყველაფერი გააკეთო, იმიტომ რომ შენი წილში ზიხარ რა, ანუ ესე ფულს არავინ არ უხდის მენეჯერებს რა, ინფლუენსერების მენეჯერებს, რომ აი შენ ყოველ თვე მაგალითად 10,000 ლარი და საქმე აკეთე რა. ეს არის ჩვეულებრივ შეთანხმება რა, მოიყვან კონტრაქტს, მოიტან კონტრაქტს, რომ უნდა გადაუხადოს 10,000 ლარი, იმ 10,000-დან 20% არის შენი. მე დღემდე ეგრევე მუშაობები აბსოლუტურად ყველა ინფლუენსერს. ანუ ესე იგი მე მენეჯერი რო დავიქი რა ხელფასი არ უხდი. ხო, კარგი მენეჯერი არ გეტყვის რომ არ მინდა ხელფასი. იმიტომ რომ რა ხელფასი უნდა შეთავაზო, მაგალითად ვამბობ, აი შეთავაზე 5,000 მაგალითად, ან 10,000 ავიღოთ, ხო? ხო, ღირს. გააჩნია ვის მიიღვა. ხო, აი მაგალითად 5,000, იცი რა, მე არ მიიღებს 5,000-ად ჩვენთან მოსვლა, იმიტომ რომ მირჩევნია რომ 20% საკომისიაში ჩაგიჯდე და მოგიტანო მაგალითად 10 პროექტი, რომლის ჯამური ღირებულება იქნება 100,000. მოიცადე, ერთი წამი ხსენ ვიზელაპ ქართველებს ლაპარაკობ? ქართველებთან მქონია ეგ. ქართველებს აი მითხარი ინფლუენსერი, რომელიც აკეთებს რამდენხნიან კონტრაქტზე ლაპარაკი, მოდი თქვა. 3 კი ბატონო, 3 კონტრაქტზე საშუალოდ 100,000-ზე მეტ გამომწერიანი ინფლუენსერი რა ღირს მითხარი. ან მართლა მაინტერესებს ინფლუენსერ მარკეტინგის ფასი, იმიტომ რომ მე არ ვაკეთებ რეკლამებს და შესაბამისად არ ვიცი. მე ვიცი პროსტა ეს დაბრეხებული ფასი, რომ არ მოვიდნენ ჩემთან ბევრი ისინი. ეხლა ძალიან სწორი კითხვა დასვი რატო? 100,000-ზე მეტი რო ყავს ეგ კი არ უნდა ვიკითხოთ. engagement rate რამ ხელა აქ ეგ უნდა ვიკითხოთ რა. ჩართულობის rate რამ ხელა. რამდენი უნდა იყოს კაი, საინტერესო რა. 3%-დან მაღლა. 3%-დან მაღლა. მაგალითად მე ვიცი რომ შენ გაქვს მაგალითად ისეთი კონტენტი, სადაც მაღალი ჩართულობა გაქვს. რომ ანუ 100 რამდენი გამომწერი ყავს ეს? 114,000 გამომწერი ყავს და შენ გაქვს მაღალი ჩართულობა. გავიჭედე არ ვერ ვიცი. იმიტომ რომ კარგი community ყავს შეკრული და მაღალი ჩართულობა. მე ვიცნობ ინფლუენსერებს, რომლებსაც ყავთ, რა 200,000 გამომწერი, 150,000 გამომწერი და ჩართულობის რეიტი აქვს 1%. და იცი მაინტერესებს, აი წეღარო თქვი რომ სტორების ეს ვარდება პროცენტულობა, მაგრამ engagement-ში როგორ არის? რაც უფრო მეტი ყავს, არ გივარდება engagement რეიტი? კი, რაც უფრო მეტი ყავს, ეგ წეღანოს ვთქვი, რაც უფრო მეტი გაქვს, მით გივარდება, მაგრამ ახან შენ მიხსენი 100,000 გამომწერი, მაგითო გითხარი ეგ პროცენტი. კაი, მოდი ავიღოთ ინფლუენსერი, რომელსაც აქვს 100,000-ზე მეტი და 3%-იანი ჩართულობა. ხო. მისი სამთვიანი კონტრაქტი, ანუ მის სამთვიან კონტრაქტში, მაგალითად მე რო ვიყო კომპანია, მან კომპანიასაც გააჩნია რა თქმა უნდა, ეხლა მაგალითად დიდი ბანკი რო ხარ, ან დიდი კომპანია რო ხარ, ინფლუენსერი სხვას გთხოვს და მენეჯერი სხვას მოგთხოვს, რა თქმა უნდა, მაგრამ მე საქართველოში ქართული სტორის ნახვიდან გამომდინარე, ხარისხიდან გამომდინარე, მაგალითად ინფლუენსერს 2,000 ლარზე მეც არ გადავხდით. 2,000 ლარი რაში თვეში? თვეში 2,000 ლარი. და მაგალითად ავიღოთ ერთი ვიდეო. ანუ ეგრე ღირს, არა, იმიტომ რომ მართლა ეს არის 2,000. ეს არის ერთი გეტყვი ხა ჩვენ და კი რაც გამიგია ხა როგორ ვაკეთებთ რა. 2,000 ლარი ერთი რილი და 4 სტორი თვეში. ხო, კი ბატონო. და მან მე ხდება შეთანხმება წაშლაზეც რა, სტორის არა, პოსტის დადება და ერთ თვეში წაშლა. ეგეც როგორ ეს მაგათ მე შენ ახლა დაგიდებ, პოსტსაც დავდებ, რომ ანუ ეს სამუდამოდ არ ცხოვრობს ეს პოსტი? ბევრგან არა. და გიშლის მერე ერთი თვის მერე. ეგრე უნდა იყოს შე როგორ? წესით ეგრე უნდა იყოს, იმიტომ რომ შენ საერთოდ არ მინდა რომ ჩემ ფიდზე დავიარო ახლა მე ჩემი ძველი რეკლამები დავჭამ და დამალ. იმიტომ რომ ეხლა მაგას კონტრაქტი ვდებ რა, იმიტომ რომ ნახე, თუ მაგალითად მე კომპანიის მხრიდან თანამშრომლობ ინფლუენსერთან რა, ვცდილობ გავაკეთოს რომ მასაც მოურგოთ. ეხლა როცა ხვდები რომ ფიდი ძალიან ლამაზად აქ აწყობილი რა, იქ ფერებში, რაღაცა ახლა ჩაუკვეხებ შენ რაღაცას, მე ეუნები რომ კაი ერთი თვე დატოვე და ერთის მერე წაშლა, იმიტომ რომ ერთის მერე ის მაინც აღარ იმუშავებს ისე კარგად რა, ეხლა ერთი თვის წინ დადებული პოსტი აღარ იმუშავებს, თორე ეხლა რონალდოსთან ღირს მილიონი, ხო? რომ გაგსთოროს უბრალოდ, არც გაგსთორავს, მაგრამ კაი, ოკეი. ეხლა მეორე კითხვას მივადექით მაქედან. მაშინ რამდენი არის იმ კომპანიების ლიმიტი, რაც უნდა კონდეს ინფლუენსერს რომ არ გადაღალოს თავისი აუდიტორია? რამდენ კომპანიასთან უნდა ხო, რამდენ კომპანიასთან აი თვეში ლიმიტი რამდენია? აი საშუალო თვეში მომხმარებლის და მომხმარებელი ერთ ინფლუენსერთან ეგუება 2-3 პროდუქტს რა. 2-3 პროდუქტს. ო მეც ვერ ეგუება. ეხლა შენ მეუბნები რომ 100,000 აბა როგორ უნდა დააგენერიროს ინფლუენსერმა? 2-3 პროდუქტი როგორ საკმარისი. 2-3 პროდუქტი არის 6,000 თვეში. მაგას ვამბობ რომ კონტრაქტი გაქვს ოფიციალურად. დამატებით ეხლა შენ თუ სტორში ჩასვლა ვიღაცა შემთხვევით და რაღაცა იქ სხვა. მობ ოფიციალურ კონტრაქტს სადაც ზუსტად ეგენი შედის რა. აი ოფიციალურად 6,000 შემომივიდა როგორც ინფლუენსერს და დანარჩენი ცოტა 10,000 ავწიე ჩემი შემოსავალი. 10,000-დან 20%.
ხო, ну 10000-დან 20% არის 2000 ლარი, 2000 ლარი წამოხვალ მენეჯერი, ინფლუენსერის მენეჯერი. აი, რა ვიცი, ჩემი ვალდებულება რომ მე მაგარი მოგიყვანო მერე. ეგ არის მე მაგიტომ მოვდივარ შენ. ხო, მაგრამ შენ მეუბნები რომ ლიმიტი მაქვს, მე ანუ მეც ვერ გავკაჩავ. რა მნიშვნელობა აქვს? ყველაზე მაგარი კომპანიაც მიხდის 2000 ლარს. არ უნდა გადაახტევინო და ეგ არის. აბა რა უფრო მეტი უნდა ვწიო. კომპანია არის კარგი. ეხლა რა ჩვენ სადღაც. ეხლა შენ მითხარი რომ კაი კომპანია რო იყოს 2000-ზე მეც არ გადავუხდიდი ინფლუენსერსო. კაი კომპანია ხა მე ვთქვი რომ ბანკები ან რაღაცაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ ნორმალური კარგი ბანკი რას უხდის? ბანკმა ბევრი უნდა გადაუხადოს. და ეგ ხო უსამართლოა კომპანია. ანუ ბანკიც იგივენაირად კომპანია არის როგორც ხო? ძალიან ბევრი ფული აქვს. აი მაგალითად კაი, გეთ ბეჭო. მაგალითად ფული მოიტანეთ. მე რო გემბლინგს პატარა ოდნავ შევეხები რა. მე მქონია შემთხვევა რომ ინფლუენსერისთვის მიგვიწერია, რომ ჭირდება გემბლინგს ვახსენებ ხოლმე. ცოტა განუმარტეთ ჩვენ მაყურებლებს რომ შენ არ გემბლინგობ. არა, მე არ ვთამაშობ, არა. საერთაშორისო კაზინოების ციფრულ მარკეტინგის მენეჯერი ხო, მენეჯერი ვარ და ნუ არ ვასახელებ რა თქმა უნდა, იმიტომ რომ არ არის სწორი და არ შეიძლება. მაგათ რომ იმიწერია რომ აი მინდა რაღაცა თანამშრომლობა და უთქვამთ რომ მაგალითად 5000 ევრო, მაგალითად. ეს ვიზე ინფლუენსერზე საერთაშორისო ბაზარში, ხო, რომ აი მენეჯერისთვის რომ აი რაღაც ხუთა. აი როგორც კი ვეტყვი რომ კაზინო, აი 20000 50000 რა. იმიტომ რომ ეგრე ხდება რა. ნუ რა თქმა უნდა, თან პაходу იმიჯზეც ხო ურტყავს ეს იმას რა. კი და. უნდა გაითვალისწინო. ყველა კომპანიას აქვს განსხვავებული მიდგომა რა. მე სუმაგის მომხრევა რომ ინფლუენსერებში ფული უნდა დაიხარჯოს. უბრალოდ ნახე, ეხლა შეიძლება ინფლუენსერები ცოტა გაბრაზდნენ, მაგრამ ხარისხი როცა მაღალი იქნება, ამ თანხას მე იმიტომ ამბობ, რომ შესაბამისი ხარისხია რა. როცა ხარისხი ძალიან მაღალი იქნება, ამ ხარისხთან ერთად მე თანხაც იზრდება რა. ნუ აი ერთ-ერთ ინფლუენსერს დავასახელებ, მაგალითად, რომელიც არის ჩემი უახლოესი მეგობარი ანანო. სახელაშვილი, რომელთანაც მეგობრობ, ვახლობლობ ძალიან ბევრ ამაში. ვეხმარები, აი ვამბობ ხოლმე, რომ ანანოს რო გადაუხადო 5000 ლარი ძალიან ოკეია. რომ ყავს 9 მილიონზე მეტი. და ჯერშიც მე მგონია რომ ანუ ანანო იაფად არც უნდა ანუ მაგაზე ქვემოთ არც უნდა ჩამოვიდეს, იმიტომ რომ ინგეიჯმენტი აქვს რაღაც სასწაული. ძალიან დიდი ინგეიჯმენტი. ახლა თუ გლობალზე ვარდება ყოველი მაგის მეორე ვიდეო. იცი რატო ყველა გამომწერი ყავს ორგანული. კი, ანანო მოგიკითხავ აქედან ზებეცა მეგობრო. საქართველოში ყველა გამომწერი ორგანული ყავს დაახლოებით 10%-ს. მაგალითად შენ არ ვიცი ჩემი ორგანულია თუ არა, იმიტომ რომ მე აი ძალიან ადრე ყიდვით არ მიყიდია, მაგრამ ნახე, ანუ ადრე ტარდებოდა ხოლმე ინფლუენსერების რაღაცა სპონსორებს თამაშები იყო ხოლმე, გათამაშება, სპონსორებოდა ერთმანეთის ფოლოვერებს ცვლიდით ხოლმე, მაგრამ იმიტომ რომ ეს გათამაშება მოეგო ტიპებს ძალიან ბევრი ფეიქ აკაუნტი იქმნებოდა რა. და ანუ მე აი ადრე 50000-მდე მაქვს მიღებული ეგეთი მასში მონაწილეობები და არ ვიცი რეალურად რამდენი ხო რაღაცა ფეიქები იქნება რაღაცა. ხო, მაგრამ ჩვენ გქონდა ყოველ შემთხვევაში, თუმცა ორგანულობას ნამდვილად ავრუჩივი მე სხვებთან შედარებით რა, იმიტომ რომ ჩართულობა ძალიან მესიჯებში განსაკუთრებით ძალიან დიდი. ჩვენ გქონდა ძალიან დიდი სერვისი ადრე საქართველოში. ეხლა აღარ ვაკეთებთ უკვე ბავშვები. ტროლების ბიზნესი. ხო, ტროლების ოღონდ Instagram გამომწერებს ვამატებდით და აი ძალიან ბევრი ინფლუენსერი შემიძლია ჩამოვთვალო, ვისაც ნაყიდი აქვს 30000 და 100000 გამომწერამდე და მეტიც. დაახლოებით 200.000-მდე. თვითონ გამოვიდნენ აქ. ხო, თვითონ ჩახედავენ თავიანთ ინსტაგრამებს რა. განამამობ რომ ეს ცუდია, რაღაცა ბიზნესის კარგია. ეგ მაინტერესებს, კომპანიამ შეიძლება ეგ დათრაქოს? კი. როგორ? ჩვენ ვიჭერთ, არსებობს სპეციალური თულები, გვაქვს სპეციალური თულები, რომლითაც ვტრეკავთ. ზუსტად მაგას ვამბობდი რა, რომ ის 100 და 200.000 გამომწერ, ჩემც არაფერს არ ამბობს რა. ანუ ვიღაცა მილიონიან გამომწერს არ დავასახელებ, მირჩევნია იგივე ანანო, მირჩევნია იგივე ჩერი. ანანოს ახლა 500.000 აქვს საქართველოს ბაზაზე. ორჯერ ნაკლები ყავს, მაგრამ აი მილიონიანს მირჩევნია, მაგალითად 20.000-იანი გირჩევნია 100.000-იანს? კი. 20.000-იანი გამომწერი ტიპი, ნაღდი 20.000-იანი გირჩევნია 100.000-იან გამომწერს თუ ინგეიჯმენტი აქვს. რეიტი აქვს, იმიტომ რომ შენ თუ 100.000-დან 10.000 ადამიანი გიყურებს სტორიზე, ეხება და იმას 20.000-დან 17.000 უყურებს. ანუ City Mall-ი შენ მეუბნები რომ დააფინანსებს ისეთ ინფლუენსერს იგივე თანხით რასაც დააფინანსებ. ხო, ხედავ, რა მხოლოდ უსამართლობას ვაწყდებით მაინც. დააფინანსებ, იმიტომ რომ რატო პროცენტულად მე ხო შენ იგივესთან მიგივარ. იცი რა არის, ეხლა City Mall кейსი ცოტა სხვანაირად, მე ცოტა სხვა кейსს ვიტყვი რა. ზოგადად კომპანიის უფროსობაში ზემოთ მხარეს სართულია რომ ეს ყველაფერი აუხსნა რა. რომ მე რატო უხდი მაგალითად 500.000-იან გამომწერს 20000 ლარს და 100.000-იანს ისევ 20000 ლარს რა. ეხლა engagement rate და ჩართულობა და იმას ვერ უხსნი რა. ეხლა City Mall-ის кейსი ვთქვი, City Mall-ში ეს
გესმით და ამან ხელა კომპანიის ჰედი რო ხარ, მე მგონი პეტრე ცოტა უნდა გესმოდეს ახლა მაგაში. მე შევხვდი რომ ძალიან ბევრ დიდ კომპანიას, რომელთაც არ მითანამშრომლია რა თქმა უნდა, სადაც ძალიან ისეთი ფუნდამენტური საკითხების გაუგებრობა იყო, რომ აი მივხვდი რომ მეთქი აი აზრი არა აქვს თქო რა და ეს მე გავრცელებული ტენდენციები რაცაა ჩვენ ქვეყანაში ხა ერთ ტენდენცია უნდა ვთქვა შენთან და სავარაუდოდ ძალიან ბევრი ჩაიქნევს ამ ყველაფერს. საქართველოში არის გავრცელებული ესეთ რაღაცა რომ პოსტს აქვს თავისი დრო როდის უნდა დადო. აი არ გადავრიო მეც მივყვები მაგას. ეგ არის სრული სიგიჟე რა. აი ძალიან ბევრი ადამიანი ვცდილობთ უკვე ამას რა ციფრულ მარკეტინგში რომ ეს თქვათ რომ არ აქვს დრო გინდა დილის 11-ზე დადე და გინდა ღამის 10-ზე დადე რა. შუა დღესას რა მნიშვნელობა აქვს? იმიტომ რომ აი გეტყვით ჩვენ საიდან გამოდიხარ მაგას ლოგიკა აქვს თავისი არა. მე შევდივარ ჩემი ინსტაგრამის აქტიურობაზე და მეუბნება რომ 9 საათზე არის პიკი აქტიურობაზე და 9 საათზე. მე რა რო პიკია? მე რა რო ის რომ რა მე რო შემოვალ მე არ ვარ პიკი შენთან 9 საათზე არასდროს არ ვარ ონლაინ მაგრამ 12 საათზე რო შემოვალ ღამის 12 საათზე ნახება შენი რომელი სტორი არ მაქვს დაგულებული ან რომელი ფოტო არ მაქვს დაგულებული მაგრამ მოიცადე აი ყურე გეტყვი მე ნახე რა ლოგიკით მაშობი და მითხარი თუ არ ვარ სტორი ბაზარი არ ყურე მე რო დავდო შუა დღის 11 საათზე ან 12 საათზე პოსტი რა ანუ ეს უკვე ღამის 9 საათამდე ისე მოძველდა, რომ ფიდზე რომელიც მე ფოლოვება, ანუ სასკროლო მაში რა არის ძალიან ქვემოთ ჩასული. უცებ გავაკეთოთ კიდე მაგარი. ტელეფონი ამოიღე, შედი Facebook-ზე. ხო. და მითხარი პირველ ეს ჩავსკროლ და პირველი პოსტი რომელ საათია დადებული. ჩემი? არა, სხვისი. ფიდზე რაც შეგხვდება. 3 დღის წინ უკან 3 დღე. ჯობა, რატო შეგხვდა 3 დღის წინანდელი? ბაზარი არ არის. რა მაღლა ასკროლი აბა კიდე. აი მეორე ერთი სპონსორი არის ჩემი კომპანიის მეცადე. შემდეგი 15 საათის. რატო შეგხვდა 15 საათის წინ დადებული? ერთი ვაფშე 29 დეკემბერის. რა ხდება ბუი? ნახე, ეხა გეტყვი რა ხდება, მაგრამ ნახე, ადრე იყო ესეთი რაღაცა რა. ეს არის ორგანული რიჩი ეგრეთ წოდებული რა. ორგანულად ვისხდება შენ დადებული პოსტი რა. ადრე იყო რომ პროცენტები შეიძლება შემეშალოს ეხა, მაგრამ არა უშავს მაპატიებენ. ადრე იყო რომ შენ თუ პოსტს დადებდი 11%-ს ორგანულად ხდებოდა შენ დადებული პოსტი. ამ შენ თუ ყავდა მაგალითად 1000 გამომწერი ორგანულად შეხვდებოდა 11%. ამ 11%-დან კიდე პროცენტულად იყო რომ ბევრი ძალიან ახლობელი, ზოგი ცოტა არაახლობელი, აი როგორი რაღაცა, იცი რომ აი მე რო პოსტს დავდებ ხოლმე რაღაცას, ვიცი რომ დედაჩემი უეჭველი პირველი ნახავს რა, იმიტომ რომ იმას პირველი ამოუგდებს. ხა, იმიტომ რომ ეს ხშირად გიყურებს. ხო, და ნახე, ეხა ეგ როგორ ლაგდება რა. შენ რო პოსტებ, ეხა ამ 11%-მა დაიკლო. ლამის 2%-ამდეა ჩამოსული ან 1%-ამდე რა, ორგანულად შემხვედრი რა. შენ რო პოსტს დადებ, აი enter-ს რო დააწვევ პოსტის დადებას Facebook-მა უკვე იცის ვის უნდა შეახვედროს შენი პოსტი. მე რო პოსტი დავდე, მითხრა Facebook-მა გადაწყვეტა უნდა შეახვედროს დედაჩემს, მამაჩემს, ჩემს სტუდენტებს, ბიძაშვილებს, ჩერის ესა შემდეგ. შესაბამისად, ჩერი რომელ საათზეც აქტიური გახდება, იმ დროს შეხვდება ეს პოსტი. ანუ წინასწარ ბედი გაწერილი არა მარტო ადამიანების. კი, წინასწარ იცის ვის უნდა შეხვდეს. შენ არ ქონია ეგეთი რაღაცა რომ აი ამის პოსტი რატო შემხვდა, რომ რაღაც გახსოვს რომ მეგობრებში ხავს რა. ხო, ეხა ერთი მომენტია რომ ძველ პოსტზე თუ engagement-ს გააკეთე და უკომენტარებ და რაღაცა მაღლა ამოდის, ოკეი. ძველ პოსტზე, მაგრამ დღეს რო პოსტებ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეცა მაინტერესებს Instagram-ზეც იგივე პონტია? კი. როგორც Facebook-ზე. კი, რომელ საათზე დადება. მე მქონდა ეგეთი кейსი. მე ბიჭო, მარიამ დავისვენეთ, რატო ვიყავით ესე დასასრულო. მე მქონდა ეგეთი кейსი, რის მერე ძალიან აქტიურად დავიწყე ამაზე საზოგადოებაში ლაპარაკი. ჩვენ გვქირაობენ ხოლმე, არის მომენტები, როცა კომპანიები გვქირაობენ იმისთვის, რომ აუდიტი გავუკეთოთ მათ კომპანიაში მარკეტინგული რა. და ერთ-ერთ კომპანიაში იყო ესეთი кейსი, რომ 6 საათზე ამთავრებდნენ მუშაობას რა, ზოგადად და სოციმედია ვინც იყო ეს გოგო. რჩებოდა რუის ნახევრამდე. რუის 20 წუთამდე და ბოლოს გამიკვირდა რა მეთქი რატო რჩება რა ანუ რაღაც ჩვენ აქ რაღაც საქმეებს ვაკეთებ და მივედე ვკითხე რომ რატო რჩები მეთქი რა და აიო პოსტებო რა 7-ზეო რა და არსებობს ეგეთი ფუნქცია დაშქედვალება რა რომ დადებდე თვითონ რომ დაიდოს შუცად ეს ამას რატო არ აკეთებ მეთქი და აი წინაზე ვეგრევ ქენიო და არ დაიდო და მე უფროსი მეჭხუბაო რომ რატო არ დაიდო ეხა ურჩებიო 7-მდეო რა რომ დავდეო ანუ ყველა გადის 6-ზე ეს რჩება 7-ზე თან რომ დაინახოს უფროსმაც რომ ეს მუშაობს და გადის და მაინც 2 ლარი ეხება მე რეპორტში რა ჩაუწერე იცი პოსტი 4 საათზე უნდა დადოთ თქო მაგას უშევთ შეცდომას თქო აუ ვინა გადაგირჩენია არ კონდა ხო ეხა 7-ზე დადებდა თუ რომელ საათზე დადებდა არანაირ უბრალოდ შენ ქართველებს გვაქვს ლაიქების კაიფი ბევრი ლაიქი რო გვაქვს რა ბევრი ლაიქი რო გვაქვს ლაიქების კაიფი გვაქვს რა
აი ბევრი ლაიქი. და აი ეგ მომენტი ზუსტად ეგ არის რომ შენ რომ იმ active time-ზე დებ, უბრალოდ იმ პირველ 1 საათში და 20 წუთში ბევრი ლაიქი გაქვს, თორე ჯამურად იგივე გექნება. მაგრამ თვითონ ალგორითმისთვის ხო აქვს მნიშვნელობა რომ პირველ 1 საათში ლაიქების რაოდენობით უფრო მეც გაწაიყვანს. რა, დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადამიანი, ვინც Facebook-ის ალგორითმი იცის. და არც Instagram-ის რა, Facebook-ს აკეთებს 10,000-ობით ადამიანი. კოდში ვიცის რა. მე ალგორითმი ვიცი და ამას ჩვენ ვეძახით. აი ეხა ერთ ჩემს კოლეგას ვახსენებ ალექსანდრე ჩომახიძე, რომელიც უმაგრესი ადამიანია, მას აქვს ძალიან კარგი ტერმინი რა, ინფოციგნებს ვეძახით რა, ეგეთ ხალხს. ეს რა არის ინფოციგნები, რომლებიც ავრცელებენ რაღაცა ეგეთ ინფორმაციებს რა, რომ აი მე გასწავლი რომელსაც ანუ ეს არ არის, ეს false ინფორმაციაა, რომ ალგორითმისთვის პირველი 1 საათის ლაიქები არის მნიშვნელოვანი? კი. მოდი ესე ვთქვა. ანუ დავიკიდოთ. კი. რაღაც საკითხები შეიძლება იყოს. მაგრამ ლაიქების რაოდენობა ზოგადად matters, კი არ როგორ არის? ლაიქები საერთოდ ხრება Facebook-იდან, მაშინ მოდი ამას გეტყვი ხა. Facebook-ზე რამდენი ლაიქი აქვს შენ page-ს, ეგ მალე აღარ დაეწერება და post-ზეც სავარაუდოდ აღარ გამოჩნდება ლაიქები რამდენი გაქვს. ანუ გამომწერი რამდენი ყავს აღარ დაეწერება, მარტო just followers დაეწერება. მაგრამ post-ზე ლაიქები გაქვს. ეგეც მალე აღარ გამოჩნდება. საერთოდ იმიტომ რომ მაგით იღებენ ძალიან დიდ გადაწყვეტილებებს ხოლმე ადამიანები, რომ იმას 100,000 ლაიქი აქვს და მოდი იქიდან უიღო. სხვათა შორის ადრე იყო ერთი პერიოდი, რომ უნდა გამქრალო, მაგრამ კაი ხანია ანუ არ გაქრალა. ეხა Facebook-ზე ბევრგან გამქრალია უკვე. ნახე, განახლე, ჩვენ ვართ მესამე დონის ქვეყანა, მესამე ან მეოცე. პირველი ყოველთვის ტესტება ხოლმე ინდოეთში. პირველ შედის ინდოეთში ყველაფერი რა. ინდოეთში გაიტესტება და მე მოყვება რა, სხვადასხვა ქვეყნებში რა, რაღაცები ტესტება. აი მაგალითად ეხა Facebook page-ები ხო ფასიანი ხდება. რას ნიშნავს? ფული უნდა გადაიხადო იმაში, რომ Facebook page-ი გქონდეს რა. ხო ვიხდი უკვე რომ ლურჯის მაგბაჩი. არა, ეგ შენ პირად ანგარიშემეუნები. მე გეუბნები კომპანია რომ აქვს და არა, კომპანიის ანუ ჩერის ფიტნესი. ხო, page ხო გაქვს, რომელიც ციხდი $12 ხო, რაც არის. ეხლა ხდება ეგ საერთოდ სხვანაირად ფასიანი რა. როგორ ხდება? $350 იქნება მაქსიმუმი, როგორც მახსოვს რა, თვის. რომ კომპანია მაგალითად თუ გინდა რომ დადო შენ 3 ვიდეო ან 4 ვიდეო, ლიმიტებს გიწესებს რა. და მაგით მე ცდილობენ რომ გაფილტრონ უაზრო კომპანიები, აი რაღაცა shop და რაღაცა მეორად რაღაცებს რო ყიდიან რა. და ის რომ პირადი დარეგისტრირდეს და პირადი ოკეი ვარ. პირადი დარეგისტრირდეს და მაგითი გახსნას? ანუ ipage-ოს. პირადით ვერი page-ებს ვერ გალაიქებენ. მეგობრებში გამატებენ. უბრალოდ ჩვენთან ეგეც პრობლემაა ზოგს გონია რომ page-ი აქვს და მეგობრებში დამატება აქვს მე მქონია. ნუ ეხა ცუდად არ მინდა რომ თქვა, მაგრამ მარკეტინგია და ამას ვლაპარაკობთ რა, აი რეგიონებში ძირითადად რა მქონია ეგ შემთხვევა რომ აი ჩემ page-ს შემიხედე რა, რომ მეუბნებიან რა და პირადია add friends და მეგობრებში დამატება და რაღაცა რა და აი ეგეც რეგიონებში ანუ კომპანიის page-ში $350 უნდა მიხადო მარტო ის $350 იწყება $35 და მგონი რა, მაგრამ გალიმიტებს რა. ანუ რამდენი ვიდეო და არა, მაგალითად $35-იან შეიძლება დადო 3 ვიდეო, 5 პოსტი. $100-იან შეგიძლია დადო 10 ვიდეო, 20 პოსტი. ეს მარტო Facebook-ზე, Instagram-ზე არა. კი, ჯერ Facebook-ზე გვაქვს ეს update-ი. და ანუ მე რო Instagram-ზე ვდებ ავტომატურად ხო Facebook-ზე იდება და ეგ როგორ იქნება? ეგ არ შეიძლება ზოგადად. ავტომატურად არ უნდა დაიდოს. იმიტომ რომ სხვა რეზოლუცია აქვს, სხვა გაფართოება აქვს, სხვა აი ყველაფერი სხვა. ვაი მე მარიამ. ცალკე. მარიამი უნდა ყოფილიყო აქ ჩვენთან ერთად. ჩემი კონტენტ კრეატორი. კი, ცალკე დავდოთ Instagram-ზე, ცალკე დავდოთ Facebook-ზე. აი ბოლოს ერთი პერიოდი სიგიჟე რო იყო Instagram-ზე, რომ გრიდის რო შეიცვალა ზომები და მე ყველამ რომ ეგ არა, სხვადასხვა ზომები აქვს რა. არა, ეს და იგივეა Reels Facebook-ზეც და Instagram-ზეც. არა, იმას ვამბობ, Instagram-ზე ადრე ხო იყო რომ სხვა ფორმატის ფოტო იდებოდა, მე გაიწელა ცოტა მაღალი გახდა რა, რო გაფუჭდა რა. ეგ გაქვს ყოველდღიური ცვლილებები რა. ეგ ყოველთვის რაღაცა იცვლება რა და შენ ამ ცვლილებებს უნდა მოერგო რა, რასაც Instagram-ი გეუბნება რა და მithmedes Instagram-ზე რო დებ, აი რო წარმოვიდგინოთ რა, შენი პოსტი, დადებული პოსტი ადის ერთ სერვერზე და მეორე სერვერიდან ერთ სერვერიდან გადმოდის მეორე სერვერზე რა. შესაბამისად ჯობია რომ იქ ცალკე დადეთ, იქ ცალკე დადეთ. ის რა მაინტერესებს, მარიამ შენი სტუდენტი არის ხო? ანუ შენ საიდან გაგიცანი რომ ჩემი კონტენტ კრეატორს გავატარე შენი კურსი, მე რატო არ ასწავლეს რაღაცა? ეს თუ თავი მარიამი იყო რა 2 წლის წინ იყო ჩემი სტუდენტი, მაგით ძალიან ბევრი აა და update, okay. მაშინ მაგ წლების წინ ვეუბნებოდით მაგას რა. წლების წინ ვეუბნებოდით მაგას, რომ როდის დადებ პოსტს აქვს მნიშვნელობა. მაგას ვამბობდით. არა, ეხა უკვე აღარ ვამბობთ რა, როგორც ბევრი რაღაცა შეიცვალა რა, Instagram-ზე მაგალითად რა, ვიდეო Reels-ის დადება. Instagram-ზე კარგი hook თუ არ გქონდა, აზრი არა აქვს რა, აღარ გაგივარდება რა, მომხმარებ. ეხლა ხო, ეხლა ვამბობთ რა, კარგია პირველი 3 წამი უნდა იყოს მთავარი რა. იმიტომ რომ Instagram-ი ნახვებს რითი უყურებს, აი TikTok-ისგან განსხვავება რო ვთქვა უცებ რა. TikTok-ზე მნიშვნელოვანია ჩართულობა. ანუ დალაიქება, დაკომენტარება, დასეივება და გადაზიარება. Instagram-ზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია რამდენ ხანს უყურებენ შენს ვიდეოს.
ანუ ტიპმა თუ გიყურა ჩერტ ეგრე დაგალაიქა და წავიდა, ეს იმდენად არ გეხმარება რა. TikTok-ზე ეს გეხმარება რა. აი, TikTok-ზე ყველაზე სიგიჟე, ყველა ვიდეო მიდის for you-ზე. აბსოლუტურად ყველა ვიდეო მიდის for you-ზე. ეგ არ არის ჩემი ვიდეო for you-ზე არ გავარდა, რა სისულელი არა for you-ზე არ გავარდა. ანუ კამან გავარდა, უბრალოდ ჩართულობა არ გამოიწვია და შესაბამისად დაგჭა ეგ 300 ნახვა თუ 500 ნახვა რა. TikTok-ს ვაფშე ვერ გაუგე ვერაფერს. ეგ არის რა. აი. ხო და ანუ Instagram-ზე არის მნიშვნელოვანი. Instagram-ზე რამდენ წუთიანი ვიდეო არის? კი მეუბნება მარიამი 2 წუთს არ გადაცევა, მაგრამ არის ისეთი თემები, რომ ვერ ვწდა ვერ შვები რა. სადღაც მიდიხარ რაღაც დათმობებზე. ხო. მეც გეტყვი რომ 1 წუთიანი და 30 წამიანი კაია. მაგრამ აი ხო, მე მაგალითად ჩემი ვაკუუმის ანუ ახსნა არის 9 წუთიანი, მაგრამ ანუ მილიონამდე ავიდა მე მგონი ნახვა, ხო ავიდა. YouTube-ზე საწავლო. ანუ ხო, აი Instagram-ზე რა. აი დათმობებზე უნდა, აი მაგალითად მარტივად რო აქვს და რა, აი ვებგვერდზე რა, საიტზე რო შედიხარ რა, აი ავტომატურად სლაიდერები როა, რო გადადის თვითონ რა, ზემოთ ჰედერი რო იცვლება ხოლმე. ეგ საიტს ამძიმებს ზოგადად რა და არ არის რეკომენდირებული რომ საიტზე ქონდეს, მაგრამ მივდივარ დათმობაზე, იმიტომ რომ ლამაზია რა და ოკეი, კაი, ერთი წამი არ აუშავს რა და ეგრე ვართ Instagram-ზეც რა, მივდივართ რაღაც დათმობებზე რა და სხვა გზა არ აქვს რა. ესე იგი რომ შევაჯამოთ ეს ინფლუენსერების ამბავი. ინფლუენსერ მარკეტინგი საკმაოდ ანუ წავიდა წინ. კომპანიებისთვის ძალიან აუცილებელია ინფლუენსერ მარკეტინგი. 100,000-ის ზემოთ page-ზე დაახლოებით ფასებში ვიყურებით 2,000 და ზემოთ. კი ბატონო. engagement-ს ჩართულობის გააჩნია. არ აქვს მნიშვნელობა როდის დავდებთ posts. არანაირი. მნიშვნელობა არ აქვს ლაიქებს პირველ რამოდენიმე წუთში და 1 საათში. ჯამში მაინც ერთი დაგვიგროვდება. ასევე კიდევ თქვით რომ პირველ 3 წამს უბრალოდ რამდენი ხანი უყურებს მაგას აკმშობა. კი ბატონო. და ერთნაირი სტორები 200 ცალი არ და. არ უნდა დავდოთ. და აი კიდე ყველაზე მაგა რაღაცა სიტყვი. ხო, ბევრი ტანსაცმლის უნდა დავიწყოს თორე. ხო და სხვადასხვა. გავიხადო? გავიხადე. და ერთ ძალიან საინტერესო იმას ვიტყვი, რაზეც ძალიან ხშირად მისვამენ ხოლმე კითხვას და მოდი მაგრამ აქ ვთქვათ რა. ეს არის Facebook-ზე და Instagram-ზე. აი Facebook-ზე ამას ხო არ იცნობ რო გიგდებს დაამატე მეგობრებს, რომ მაგას ბევრჯერ მეკითხებია, რომ ესო მე უეჭველი მსტალკავსო, ხო? ძირთადად ეხა ცუდი განცხადება, გოგოები მეკითხებია, ხო? ძირთადად რომ უეჭველი მსტალკავსო, ხო? ეს არავინ არ ხსტალკავს. უბრალო საგეშენია, მაგალითად მე და შენ ეხა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ რო ეხა გავატაროთ კიდე ერთი 4 საათი აქ, ეს ადამიანები ვინც ეხა ჩვენთან ერთად არიან, ამ ადამიანების Facebook-ს უბრალოდ ამომიგდებს, რომ ხო არ იცნობ. იმიტომ რომ location-ი მუშაობს, კი, location-ი მუშაობს ძალიან მარტივად. დაგაფიქსირათ, რომ ერთად არის ეს ორი მოწყობილობა და შეიძლება ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთს იცნობდეს. არანაირი მსტალკავს და არანაირი რა ვუყვარვარ და გიждდება ჩემზე. არ არის რა, უბრალოდ ლოკაციის ამბავია რა. უნივერსიტეტებში მაგალითად ყველაზე მარტივი გზა უნივერსიტეტში ბევრი ერთად არის, სულ ერთმანეთს უყურებს რა. ხო, და ასევე კიდე კარგი მინიშნება და მიგნება იყო ის, რომ ინფლუენსერებმა იმის იჯონდა. ხო, ბევრი იმის იჯონდა, კიდე ყველაზე მთავარი. წეგარაც გითხარი, ამას ესე არ ვიტყვი პოდკასტში გეტყვითქო. შედეგი არ მოდის ერთ თვეში. ციფრულ მარკეტინგში ზოგადად შედეგი არ მოდის ერთ თვეში რა. მოდი ეს კომპანიას მიმართოთ კომპანიებს რა. ხო, კომპანიებო. ერთ თვეში შედეგი არ მოდის რა. მე кейსიც მქონდა რომ კომპანიასთან რომ მივედი, აიო, ხვალიდან ხო გაყიდვებს დავიწყებთ, აი შენ ხო მაგარი ხარ და მეთქი მე არ ვარ მაგარი რა. მე ვიცი რა უნდა გავაკეთოთ მაგალითად რა, მაგრამ არის კომპანიები, სადაც მაგალითად მივსვლარ და მithქვამს რომ არ გამოვა ჩვენ თანამშრომლობა რა. აი ისეთი პროდუქტია, რაღაცა ეხა იმას რო ყიდი, წყალს რო ყიდი და 80 ლარი რო გაქვს. იმის ეშტონ ჰოლის წყალი თუ არ ხარ მაინც და მაინც ის Amazon-დან რო ამოიყიდა და რაღაც YB თუ არ დაუჭირა, ვერ გაყიდი რა ეგრე პროდუქტს რაღაცა ნიშა უნდა გქონდეს ან ისეთი, ან იმ სოციუმს უნდა მოერგო რა. მან მე მგონი რა პონტია, იცი? აი რაღაცნაირად ეს დიეტების იმაში სწრაფ შედეგს ვადარებ ხოლმე მაგას, იმიტომ რომ კომპანიები, როდესაც ფიზიკურ მარკეტინგს მიმართავენ, ხო, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, ხო, ბანკში მუშაობდი მე და როდესაც ფლაიერებს ვარიგებდით, ხო, ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს იმდენად გაზომვადი არ არის ეგ ფიზიკური მარკეტინგი, რომ ჩემი იმიჯი როდის ამოტივტივდება, ეხა ტიპ შეიძლება ეხლა არ დაჭირდეს, ეხა რომ მივეცი ფლაიერი, მაგრამ სადღაც ერთ თვეში გაახსენდეს, რომ სახში რაღაცა ფლაიერი უგდია, რომელიც მისცეს ფიზიკურად და ანუ ამაზე ბანკიც და კომპანიაც ოკეი იყო, რომ ფიზიკური მარკეტინგი ესე ფლაიერებით იქნება თუ ბანერით იქნება, გაზომვადი არ არის ეს ერთ თვეში, ერთ დღეში, 5 დღეში და შეიძლება სადღაც როცა დაჭირდეს, აი მან მოიტანა შედეგი. აქ გონიათ რომ ციფრული, რადგან არის ერთ დღეში უნდა შედეგი. ხო და ინფორმაციას თუ არ გავრცელებ, რომ რაღაცა, ნახე, შენ რაღაც პროდუქტი დღეს არ გინდა.
მაგრამ მე შენ რეკლამას განახებ და გეუნები ვინ ვარ, რას ვაკეთებ, რას წარმოვადგენ, რაღაცა და მერე უკვე ხდება პერიოდში, რაღაცა პერიოდში უკვე შენთვის რაღაც მაგარი პროდუქტი ხდება. ანუ ყველანაირი ინფორმაცია უნდა მეზოთ. მაგის მაგალითს ვამბობ ხოლმე სულ კოკა-კოლას და პეპსის. ეს ორი მაგალითი მაქვს რა. აი კოკა-კოლა ხო ბევრად უფრო ჩემთვის მაგალითად რა, ბევრად უფრო მაგარი ბრენდია, კარგი ბრენდია და აი კოკა-კოლას რომ მიყვე, გაიხსენებ ვინ არის მისი დირექტორი, გაიხსენებ მის რეკლამებს, გაიხსენებ ოფისი ფილიალებისა, თავარი ოფისა და ისიც ვიცით. კოკა-კოლას. და პეპსიზე ჩამოვთვალოთ იგივე. ვისია ფილიალებისა და ვაფშე პეპსი იყიდება. ხო, აი გამარჯობა. აი ზუსტად მანდ ვარ ხვდები, რომ კოკა-კოლა ინა დიდ თანხას ხარჯავს მარკეტინგში რა, რომ არავინ არ გეუბნება რა, რომ აი აჰა იყიდე რა. გაწვდის რაღაც მთის წყალი რო შემოვიდა მაგალითად, ხო? არავის ესე არ, მაგრამ ჩადო ფული ძალიან ბევრ რეკლამაში, ხო? იგივე ხა PSG-ში დააფინანსა რაღაცა. ეგეც ძალიან საინტერესო кейსია, სხვათა შორის მოდი ბარემ ამასაც გეტყვით, რეკლამის თვალსაზრისით რა, ტექნოლოგიები იმდენად მაგრად განვითარდა, რომ აი ფეხბურთს ყველას უყურებია, დარწმუნებული ვარ, ეხლა ჩვენ ვინც გვიყურებს იმათაც და აი ბანერები როა აი სტადიონის გვერდზე რო ბანერებია რა, ეგ ბანერები ყველა ქვეყანაში ჩანს სხვადასხვა. მართლა? ანუ შენ რო საქართველოსთან ფეხბურთს უყურებ, მაგალითად PSG-ს თამაშს როცა უყურებ, შენთან სხვა ბანერი ჩანს საერთოდ და ვიღაცამ რო ესპანეთიდან უყუროს ან საფრანგეთიდან. ანუ სტადიონზე ვინც ის ვაფშე სხვას უყურებს? სტადიონზე ვინც ის საერთოდ სხვას უყურებს. კაი, არ არსებობს. ეგა ძალიან სიგიჟე პოინტი. პირველად გერმანიაში დანერგეს რა. ანუ ყველა სხვადასხვას უყურებს და ეგ იყო მაგარი რა, რომ აი იგივე მთის წყალზე ან ბევრ ქართულ ნაპოლის სპონსორი რო გახდა ერთ-ერთი ქართული კაზინო, ნუ სახელს არ დავასახელებ, მისი რეკლამა რო იყო აუ რა მაგარია რომ ნახე ამ ხელად რა ძალიან მაგარი არის რა თქმა უნდა, მაგრამ იმას მარტო ჩვენ ვხედავთ. მარტო საქართველოში ვხედავთ იმას რა. ანუ მე რომ მაგას მიმდენ ესპანეთიდან უყურებ, მაგას ვერ საერთოდ სხვას დაინახავ. იქ დაინახავ რაღაცა ესპანურ რეკლამას რა, SPN-ის ან რამის რეკლამას დაინახავ რა. ანუ საერთოდ იმაში ვცხოვრობთ ვირტუალში. ხო, ანუ წარმოიდგინე არის green screen რა. აი სტადიონი არის წარმოიდგინე green screen-ად ქცეული ტელევიზიაში და ეს მოედანი რაც არის, ამას რეალურს ხედავთ, იმ ნაწილს ხედავთ სხვადასხვა ყველა ქვეყანაში და ნუ ზემოთ ხალხსაც, ოკეი. მაგრამ როგორ არ ციფრავს ხომ ეს ფეხბურთელები რო დარბიან? ციფრავს. აი ბურთი რო იქ გადადის ამ ფეხბურთელი რო დაახლოებით იგივე ფერით თუ ახლოს მიუახლოვდება, ქრება ფეხბურთელი და მარტო თავი შეება. იქ არ ნახე ყველა ჩემპიონატში არ არის ეგ ესპანეთში, გერმანიაში, ინგლისში, რამდენიმე ქვეყანაში, საქართველოში არ გვაქვს ხა ეგ ტექნოლოგია რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ ყველგან გაგირბის, იმიტომ რომ ფიზიკურად სხვა გზა არ გაქვს რა ფეხბურთელი. ეხლა რა მაინტერესებს, მაშინ მივადგეთ კომპანია, რა შეცდომას უშვებს კომპანია, როდესაც ანუ აი ერთ კადრს ავალებენ ყველაფერს. ერთ კადრს, აჰა, ოკეი. მე ფიზიკურად ვერ ვიქნები ყველაფერში. ანუ ერთ კადრს ავალებენ რას? რომ იყოს სოციმედია, უპასუხოს მესიჯებს, დადოს პოსტები, გააკეთოს რეკლამა, გააკეთოს დიზაინები. აი, მინიმუმ რამდენი კადრი არის საჭირო დავუშვათ. 5 ადამიანი ჭირდება კომპანიას მინიმუმ. რამხელა კომპანიაზეა საუბარი? საშუალო ტიპის კომპანია, რომელიც გადახდის უნარიანია. იმიტომ რომ ხანახე ეს არ მინდა ცუდად გამომივიდეს. რა მე ჩემს სტუდენტებს ვეუბნები, რომ საწყის ეტაპზე ყველაფერი უნდა აიღო. ყველაფერი უნდა აკეთო. კი. პირველი, აი კიდე ერთ მომენტს თუ ვიპოვე, მე მახსოვს, მე მაქვს ფოტო გადაღებული რა, რომ ღამის 12 საათზე რაღაც ძალიან სასწრაფო საქმე მქონდა გასაკეთებელი, ძალიან პატარა რო ვიყავი, ნუ და ჩემი ლეპტოპი იმდენად ხურდებოდა, რომ ვეითიშებოდა რა და მაცურის საყინულეთში შევდე და იქ მუშაობდი რა. და ეგ არის ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია, რადგან ის რომ რაღაც ვერ ვიყიდი, მაგრამ იმ მომენტში მჭირდებოდა და კომერციად ვერ ვიშოვიდი ვერ. და ისედაც გამოცდილებისთვის როცა ახალი დამწყები ხარ, ხალხს იყო 40 ლარი ჩემ. ნუ იცი რა არის მაგ მომენტში კომპანიამაც არ უნდა ისარგებლოს ამ ადამიანის გამოუცდელობით და მართლა 2 ლარზე არ უნდა ამუშავოს ყველაფერში კობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დამწყები დიჯიტალ მარკეტერისთვის ალბათ ეს ძალიან კარგი არის რომ ყველაფერი აკეთოს. მაგრამ სენიორ დიჯიტალ მარკეტერი გჭირდება? მოიცადე, სენიორ დიჯიტალ მარკეტერი რა შვება რა მოვალება. რომელიც ალაგებს ყველაფერს სიტუაციებს, რა თასკებს გასცემს და შემდეგ და რამე რომ მოხდეს, ამან ყველაფერი უნდა იცოდეს. ოკეი. ანუ დეპარტამენტის უფროსის ლიდი რა, ხო. გჭირდება ადვერტაიზერი, ვინც რეკლამებს უშვებს სხვადასხვა პლატფორმებზე, გჭირდება გრაფიკული დიზაინერი, ვინც პოსტებს აწყობს, გჭირდება კოპირაიტერი, ვინც ტექსტებს წერს, რომ message box-ები რა უნდა იყოს, როგორ უნდა ილაპარაკოს და გჭირდება social media manager-ი თვითონ. ეცამ social media manager-ი, გრაფიკოსი რო გავაერთიანო და კიდე მანამდე რა იყო? ads manager-ი ცალკე მყავს, მაგრამ advertiser-ი. ბოდიში, advertiser-ი. აი, ეგ ნახე სად მივდივართ ads manager-ში რომ მიხსენ, ეგ მან წავით, რომ ჩვენთან რეკლამას ვაკეთებთ მარტო Facebook-ზე.
მე? არა, ზოგადად რა კომპანიები და უდგეთ ads manager-ი საერთოდ Google-ის advertising-ი საერთოდ სხვა რაღაცაა, TikTok advertising-ი საერთოდ სხვა რაღაცაა, Propeller-ი და სხვადასხვა სარეკლამო პლატფორმები. აგისი სხვადასხვა ადამიანი მჭირდება თუ ერთი ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი იცის რა, ავტომატიზაციების სისტემების აწყობა რა, ეს advertiser-ებმა იციან რა და 5 ადამიანი მინიმუმ საჭიროა კომპანიაში, მაგრამ senior digital marketer-ი რო ხარ, შენ ხარ ის ადამიანი, რომელსაც ყველაფერი უნდა იცოდეს. აი მე кейსი მქონა, რომ კომპანიაში მივიდოდი რაღაც ბანერი უნდა, დიზაინი უნდა გაგვეშვა და ჩვენ დიზაინერი ვინც იყო მოპედით მოკლედ აილეცა სადღაც რა და ვერ მოვიდა მოკლედ რა და იქ ვერ დაიწყებდი და დავჯექი გავხსენი ილუსტრატორი, გავხსენი ფოტოშოპი, დავჯექი რა თქმა უნდა იმ ხარისხის ვერ ავაწყე, რა ხარისხის დიზაინი, მაგრამ ავაწყე ის რაღაცა, რითიც კომუნიკაცია არ ჩავარდა და კომუნიკაცია გავუშვით რა, ტექსტიც დაგვიწერა. მე კომპანიის მხრიდან უყურებ მაგას რა. ერთი რომ მანდ არის სახელფასო ბიუჯეტი ხო? აი ამ 5 ადამიანის და პლუს მოდი ავიღოთ აი ეს საშუალო კომპანიაზე რა მარკეტინგში არის რაიმე განსაზღვრული და ციფრულ მარკეტინგში გულისხმობ რა რაც დაუშვათ კომპანიამ უნდა გამოყოს ყოველ რეკლამისთვის თუ კადრებისთვის არა კადრებს არა სახელფასოს არ გულისხმობ რეკლამისთვის აუცილებლად აი ზოგადად მინიმუმი არ არსებობს მინიმუმამდენი უნდა დაიხარჯოს არ არსებობს თორე ხა მე ყავს კომპანიები რომლებიც თვეში ხარჯავენ მაგალითად $200 და არიან კომპანიები რომლებიც ხარჯავენ გემბლინგში ნუ მილიონებზე არის გემბლინგია გავწიოთ ვაფშე გადაჭრა 30000 35000 40000 50000 საქართველოშიც რო ხარჯავენ რა რეკლამაში არიან ეგეთი კომპანია. მაგას ვერ გეტყვი. მაგრამ ეგ არის და აი ეს კარგი advertiser-ი რო ყავს და კარგი digital marketer-ი რო ყავს, ეგ გეუბნება რომ აი ეს საკმარისი არ არის რა, იმიტომ რომ აი ეს შედეგი ვერ მოდის რა. ესე ნუ დღეს Facebook გეუბნება რომ მინიმუმ $15 უნდა დახარჯო. ესე გვეუბნება Facebook-ი რა, ხო, დღეში მინიმუმ $15 უნდა დახარჯო, რომ რაღაც შედეგთან მიხვიდე. თან ძალიან გაიზარდა კონკურენცია რა, საქართველოს ძალიან ბევრი უცხოური ბრენდები შემოვიდნენ ესე შემდეგ და მინიმუმ $15, მოდი ესე ვთქვათ რა, ფასი თუ გინდა რომ ვთქვათ, მინიმუმ $15 დღეში. მაგრამ მაგი მე მიქავერებს Instagram-საც? არა, Instagram-ი ცალკე. კი ბატონო, ეს ყველაფერი ძალიან კარგი არის, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები გავიგე, დიდი მადლობა. მოდი მივადგეთ ნელ-ნელა კიბერუსაფრთხოებას. და არის თუ არა ჩვენი დივაისები დაცული, ან როგორც კომპანიები, როგორ დავიცვათ ჩვენი აკაუნტები, ჩვენი ანგარიშები, როგორ დავიცვათ და ნუ აი ეს რაღაც ავტორიზაციები და რაღაცები გასაგებია, მაგრამ არის თუ არა კიდე რაღაც დამატებით თულები, რითიც ინსტრუმენტები, რითიც ჩვენ შეგვიძლია უფრო უსაფრთხო გავხადოთ ჩვენი ინტერნეტ სივრცე. ხო, ამაზე ლოცვა უნდა გავაძლიეროთ. ხო, ლოცვა უნდა გავაძლიეროთ. პირველ რიგში ვიტყვი, რომ როგორც ესეთი მე კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ჩვენ სფეროში ძალიან აქტიურად აი ყოველდღიური კონსულტაცია მაქვს ამ ადამიანებთან. რამდენად დაცულები ვართ, ამაზე გაგცემ ძალიან მარტივ პასუხს, არ ვართ. არანაირად დაცულები არ ვართ, არსად არაფერში საერთოდ. ხო და სად გქონდეს თვალები გახელილი და დაჭყეტილი? რასაც ვაწვევით, ღილაკს რომ რამეს ვაწვევით ჩვენ სოციალურ ქსელებში, messages, posts, არ ვიცი, რასაც არ უნდა დავაწვეთ, ყველაფერზე უნდა ვიყოთ, რომ აი რა ლინკია რა, რა ლინკს ვაწვევით და სად გადავდივართ. ეხლა როცა რაღაცა ლინკზე გადადიხარ და გეუბნება, რომ შენ მოიგე $1,000,000 და ამისთვის გამოაგზავნე პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი, რა თქმა უნდა მიხვდეთ, რომ ეს არ არის სწორი. ეგრე გათამაშებები არ ხდება. ანუ ბანკის ბარათსაც არ გთხოვენ, ხო? ანუ პირად ნომერს და ტელეფონის პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი, რომელიც იქცევა ეგრეთ წოდებულ ცხელი ლიდად, მე ცხელი lidy, ან უშუალოდ ვიღაცა დაამუშავებს, ან რა არის ცხელი lidy? აი დღეს აი როიცი რომ იგიპასუხა გუშინან, მაგალითად ეგ შენი რო აქვს გამოწვევი, მაგალითად iPhone ტექნიკის ცხელი ლიდები არიან, ვინც აი სუ ტექნიკებს ყიდულობენ მაგალითად აი ყოველთვის. ანუ ტიპი რომელიც უეჭველიც რომ ეს ტელეფონის ნომერი გუშინ იყო ჩართული. ხო, გუშინ იყო ჩართული. მე სად მიდის ეს ჩემი ტელეფონის? ორ ადგილას მიდის. ერთია რომ პირადი მიზნებისთვის ამ კომპანიასთან, პარტნიორ კომპანიებთან და მეორე მიდის შავ ბაზარზე, დარქვებზე იყიდება ეს ჩვენი ინფორმაციები რა. და ეს დარქვები ანუ ვიყიდულობს ამას. მონების ბაზარზე შეიძლება გამყიდოს. მონების ბაზარი არა. ვინც ამ ბაზებს აგროვებს და მე იმაზე კამპანიებს აკეთებს სხვადასხვა ტიპის კამპანიებს რა. ქართული კომპანიები ყიდულობენ შავ ბაზრიდან მონაცემებს? კი. ანუ აი ეს რეკლამები რომ მომდიოდა და მე რომ თქვენის იმიტომ რომ გიჟდები სად მიდიოთ? კი, შენ როიც რომ ნომერი არ გაქვს დატო. აი მაგალითად ეგ ნახე როგორ არის. შენ დაუტოვე მაგალითად X Cherry's Fitness დაუტოვე მობილური ნომერი, მაგალითად Cherry's Fitness აქვს გაფორმებული პარტნიორობა ირაკლის ფიტნესთან მაგალითად რა. და Cherry's-თან მე როცა დაუტოვე, იქ მიწერია პოლისში რომ მე Cherry's Fitness აქვს უფლება რომ ეს ნომერი გამოიყენოს მან და მისმა პარტნიორმა კომპანიამ. სხვათა შორის ჩვენ არ გვაქვს ეს, რო იცოდეთ. Cherry's Fitness მსგავსი პარტნიორი კომპანიები არ ყავს. შესაძლოა იმ პარტნიორმა რომ გამოიყენოს, შენ კანონმდებლობითაც ვერ ეჩხუბები. ვერაფერს ვერ ეუბნები, რატო გაქვს ჩემი ნომერი, იმიტომ რომ მე ვარ ამის პარტნიორი. ანუ ეხლა მე რომ გადმოვთარგმნო, კომპანიები რა შვებიან? მე შენთან
როგორც აი რაღაცა X კომპანია, Y კომპანიასთან გიხდი ფულს, გიმაზავ, იმიტომ რომ მე ვიცი რომ შენთან ძალიან ბევრი ტელეფონის ნომერი რეგისტრირდება და პარტნიორი მოდი გავაფორმოთ, მე ამდენ ფულს მოგცე, მაგრამ მე შენთან რა ჩემოა ტელეფონის ნომრები, მე ვიღებ და მე ჩემ რეკლამას უშვებ ამას. ვითომ ლეგალურები გაიგეთ? ვითომ რომ ვიყოთ ლეგალურები. თორე არ ლეგალურადაც ხდება რა თქმა უნდა ყველაფერი რა. просто უხდი უბრალოდ და გაძლევს მე ამ ყველაფერს რა და შესაბამისად არაფერს დაცულები. კიდე იმ კითხვას გავუცეთ საბოლოოდ პასუხი გვისმენენ თუ არ გვისმენენ? გვისმენენ. წერან რა მითხრა იცი პილასოსიდანაც გისმენენ. კი თუ პერსაზრიდან. გისმენენ აბსოლუტურად ყველა მოწყობილობიდან. აქ რა თქმა უნდა არ ვსაუბრობ მე სახელმწიფო სტრუქტურებზე, სახელმწიფო სტრუქტურა ასაკეთებს მე არ ვიცი, მაგრამ Google, Facebook ეს შემდეგ. ხო, მაგრამ ანუ რას უსმენენ? AI უსმენს. ულტრაბგერებს, ნახე? როცა შენ საუბრობ, ხო, შენ გამოსცემ რაღაცა ულტრაბგერებს, რომელიც იმას აქვს ამ ყველაფრის მიმღებლობა რა, რომ შეუძლია რომ დაიჭიროს ეს ულტრაბგერა რა არის სიტყვებით ლაპარაკობ. ხო, ანუ რასაც გამოცეთ ეს ბგერებია მეცნიერულ ენაზე რა, ამ ყველაფერს იჭერს, როგორც აი რადიოთროს სიგნალს აგზავნა სიხშირეს, რომ ის ხო იშიფრება რომ რა არის საბოლოო ჯამში. ეგრე იჭერს ესეც. ანუ ნებისმიერ რაღაცა რაც ხმაც იწერს. მტვერსასრუტი მაგითო ვთქვი, ახალი მტვერსასრუტები როა, რომლებიც რომ დადიან და თან გელაპარაკებიან რა. ეგენიც გისმენ მობილური მოწყობილობები, ტელევიზორები და მაგრამ მისმენ რას ნიშნავს? მე ამომიგდებს მაგ პროდუქტს, ხო? რასაც მე ვამართლებ. მისმენს ის კი არა პირაცხოვრებას კი ხო, არა, გისმენს, მაგრამ ისეთ სიტყვებს, აი ადრე მქონა რომ ქართულ სიტყვებთან ცოტა მწყრალად არის. ხო. აი ხა რაღაცა კიტრის მჟავე ვთქვი და იმის რეკლამა შემხდა. ეგრე არ არის, აი უცხოური სიტყვები რაც არის რა, თან ეგ ვიტესტავს კიდეც რა, აი მე ჩემმა მეგობარმა დავჭექით, გავჩვდით კაი ნახევარი საათი და მე ერთ-ერთ უცხოურ პროდუქტზე დავიწყეთ აქტიურად ლაპარაკი რა და გავხსენით, ავსკროლეთ და შეგვხვდა ზუსტად ეგ რეკლამა მალევე რა. აი რამდენი საათი ჭირდება რომ ეგრევე ამოგიგდეს? საათი, 1 საათი. აი Sony-ს კამერებთან თუ დადგები, აი Sony ალბათ ერთი მე შემხვდა Sony-ს მაღაზიაში ვიყავი, არაფერი არ გამიგეთებია საერთოდ რა და 2 წუთში ეგრეს გავხსენე Sony-ს რეკლამა შემხვდა რა. ანუ 1 საათის ფარგლებში ეგრევე გიგდებს რეკლამას. ხო რა, ეგრევე გახვედრებს. ოღონდ ეგ ნახე ანუ რამდენად მარტივი გახდა ადამიანის ცხოვრებაზე. ხარ აი ხარ დავშდე და აუ ეხა მე მინდა წასვლა აი ხა იქ და მჭირდება ავია კომპანია რომელიც გადამეყოლება ბრა. არაკეთებ, მე ვაკეთებ მაგალითად. მართლა არა, ეგრე არა, ეხ მომაფიქრე რაღაც ყიდვა რომ მინდა შევალ Google-ში იმ პროდუქტს ერთი ორნაირად დავსერჩავ, არც გადავალ. დავსერჩავ უბრალოდ და გადმოვალ Facebook-ზე და წამოვწვევი და ვსკროლავ და მხვდება რა ყველაფერი. მაგრამ რამდენად სანდოა? შევნა შეამოწმო მე რამდენად სანდოა ის კომპანია რაც ხდება რა. იმიტომ რომ მანდაც ხო არ მე ლინკი რომ გადავიდე და ტელეფონის ნომერი მომთხოვოს. ოღონდ ეს არის მარტო მოსმენაც არის. ეგ მეორე ნაწილი ხა ნეირომარკეტინგიც არის ხა მაგაზე არ ვილაპარაკოთ. ნეირომარკეტინგი აი ნახე როგორ რაღაცაა რომ შენ დღეში ხდება 10000 რეკლამა. ჯამურად რა საშუალოდ ყოველ დღე ხდება 10000 რეკლამა ყველგან გარეთაც აქეთაც იქითაც რა მაგალითად Facebook-ზე შენ ხდება 500 რეკლამა რა და შენ თუ დღეს ილაპარაკე მაგალითად რა იგივე კიტრის მჟავეზე შეიძლება 500-დან რაღაცა მე-300-ე იყოს ეს კიტრის მჟავე და უბრალოდ დაუკავშირე რომ აი რო ვთქვი ხო შემხვდა იდეაში ის მაინც შეგხვდებოდა რა მაგრამ ეს ტვინი აკავშირებს ამასთან რა ეგეთი რაღაცეებიც ხდება მაგრამ ძირითადად შემთხვევაში და ჩემთვის ძალიან კაია როგორც ციფრული მარკეტერისთვის კი არა და მე მგონია რომ ადამიანებისთვისაც კაია რა. და შენ ეგ შეგიძლია ხელოვნურად გააკეთო, აი ქართულ. არა, ჩვენ ვერ, ანუ ეხა ვინმე არ იფიქროს რომ ჩვენ ვისმენთ ციფრ. ეს არის კომპანია, Google, Facebook-ი და ეს დიდი კომპანიები. ანუ კომპანია ვერ შეუკვეთავს Google-ს, რომ გეღოწები მოისმინე შენ ფიტნესი. და დიდი კომპანია კი. ანუ ძალიან ბევრი თანხა გიღეს. ხო, აი ხა Facebook-ში იმდენი კადრი მუშაობს მაგალითად, რომ იქ რო ვიღაცამ ბაზა გაწიოს ცოტა ესე მოსულთ ახლა ვერ ვიტყვი რომ უეჭველი კეთდება, მაგრამ ყოფილა ეგეთი პრეცედენტები რა რაღაცეები რომ ვიღაცას რაღაცა ბაზა გაუწევ. უბრალოდ Facebook იმდენად დიდია. იმდენი ინფორმაცია, აი კიდე ის SMS-ებს რო შლიან. ეგ მაგიჟებს ყველაზე მეტად რა. აი SMS-ს რო წაშლი რომ მიწერ და წაშლი და შე რო გონია რომ წაშლილია რა, ეგრე არათ არ არის წაშლილი. ეგ არის სერვერზე. რომელიც ინახავს და სახელმწიფომ თუ მიმართა Facebook-ს, რომ გამოძიებისთვის არის საჭირო აძლევს რა. ერთადერთი სოციალური ქსელი რომელიც ეგ არ ხდება, არის სიგნალი. არა, Telegram-ში ხდება უკვე. კი, Telegram-იც დავერბოკეს ეგეს. ხო, Telegram-ის ერთი ამბავი იყო, მე ეხა არ დავასახელებ სახელებს. ერთი ამბავი იყო, სიგნალი არის ერთადერთი. იცი რატო? სიგნალს არ აქვს შუა სერვერი. ანუ ნახე, ნებისმიერ სოციალურ ქსელს, სადაც შენ მე მწერ, აქედან იგზავნება სადღაც, იმ სადღაციდან მე მოდის ჩემთან რა. და სიგნალზე პირდაპირ მოდის ჩემი და შენი ტელეფონი არის ამის ანუ ეგრევე წაიშლება ძრავი თუ წაშლი არსად არ დარჩება მაინტერესებს რომელი აი კომპანიის მხრიდან რომელი პლატფორმა არის ყველაზე ბიზნესურად საინტერესო და გაამართლებული რომ მე ჩავდო რეკლამა იმაში მოდი მაშინ დავფილტროთ და აი კომპანიებს რომ ძალიან მაგრა დაეხმაროთ რა
თუ არის პროდუქტი გათვლილი უფროს ასაკზე, მაგალითად ეს არის 35, უფროსი რატო არის 35, ხა შენ არ მეჩხუბო? მაგრამ კადრა 35-დან მაღლა თუ არის პროდუქტი გათვლილი, Facebook-ი არის უკარგესი პლატფორმა მაგისთვის და TikTok-ი. იმიტომ რომ ყველა სკროლავს და ყველა, აი ჩემი მშობლები მაგალითად ან ჩემი მეგობრის მშობლები TikTok-ზე ვნახე. ეს არის რა. ხო, რა და ერთ ხელში გიჭირავს და მეორე დროს სკროლავ რა. TikTok-ზე ვნახე რა. Facebook-ი ნელ-ნელა თან ცოტა უფრო ხდება საინფორმაციო პლატფორმა რა. არა, მე მეგონა რომ TikTok-ი იყო თინეიჯერების. არა, უფროსები სკროლვის თვალსაზრისით საშუალო სტატისტიკურად უფროსები უფრო მეტ სკროლავენ რა. იმიტომ რომ თინეიჯერებს ნუ ისწავლა რაღაცა რა. თინეიჯერებს არის ტრენდები. თინეიჯერები მიყვებიან ტრენდებს რა. აი დღემდე ვერ გავიგე რა არის 6-9. 6-9-ს, ახო 6-7 თუ ხო რა წაი მაგას 6-9 ვიცი მე რაც არის ხო 6-7 დღემდე ვერ გავიგე რა არის ეს მეც არ ვიცი აი რაღაცა ტრენდია იმ დღეს ჩემი 5 წლის ნათლული 6-7 მეუბნება მეთქი რა არის ნათლია 6 ნუ ტრენდებს მიყვებიან რა ეს თინეიჯერები Facebook ხდება ნელ-ნელა 5 წლის თუ მიყვება არა თინეიჯერი ხო და თინეიჯერებიც მით უმეტეს არ უნდა კონდეს 5 წლისაც TikTok Facebook-ი საინფორმაციო პლატფორმა ხდება ნელ-ნელა იმიტომ რომ უფრო მეტად ინფორმაციები იდება ტელევიზიები ესე შემდეგ არა დიდი ადამიანები უფრო მანდარიან თუ გინდა რომ შენ გაყიდო ისეთი პროდუქტი რომელიც არის ახალგაზრდული მაგალითად ბოტასი რაღაც მაიკა ფიტნესი თუ გინდა რომ გაყიდო ამისთვის საუცხლებელი არის Instagram-ი YouTube-ზე რა გავყიდოთ YouTube-ზე უნდა გიყურონ და გაიგონ ინფორმაცია. YouTube-ზე მოდი არ გავყიდოთ არაფერი. YouTube-ით პროდუქტი არ იყიდება ზოგადად. აბა მაშინ რატო დამასპონსორებს მე კომპანია? ინფორმაცია რომ მე ეს რო ჩერისთან იყო, ან პირდაპირ გაყიდვას ვამბობ. ნახე Facebook-ზე შეიძლება დაგიკლიკონ, ბაინაუს დააჭირონ და იყიდონ და წაიღონ. აქ შენ ვერ დაგიკლიკავენ. ანუ შენ იძახი რომ უფრო საიმიჯო არის YouTube-ი. ხო, YouTube-ი არის საინფორმაციო საიმიჯო ტიპი, რომ აქ რაღაცა კარგი ხდება უკვე ნელ-ნელა რა. LinkedIn-ი არის ესე პროდუქტს გასაკეთებ, მაგრამ კომპანია თუ ხარ და LinkedIn-ი თუ არ გაქვს, არისო. ხო და პროფესია თუ გაქვს, აი მაგათ მე რო ციფრული მარკეტერი ვარ და LinkedIn-ი რო არ მქონდეს, მაშინ არ ვიყო საერთოდ რა. იმიტომ რომ ჩემი კომპანიების ცუდონად ითვლება უკვე, ხო? ხო, რომ ჩემი კომპანიების ქართულისაც და უცხოურის 80% ყავს LinkedIn-იდან ხო, და თვითონ გპოულობს კომპანია, ხო, თვითონ გწერს რა, რომ შენ რო იქ შენ შესახებ ყველაფერს წერს, მე თვითონ გწერს, რომ აი ხო არ ვითანამშრომლობ და რაღაცა რა. ზოგადადაც თუ მაგას ვეუბნები პირველივე კურსზე რა, პირველი ლექციის პირველი დავალება არის ის, რომ LinkedIn-ი გქონდეთ შემდეგ ლექციაზე გაკეთებული რა. მე მგონი ძალიან კარგად ვილაპარაკეთ Facebook-ზე, Instagram-ზე რაღაცნაირად ამოვწურავად, მაგრამ მოდი YouTube-იც ცოტა რო გავშალოთ. YouTube-ის ალგორითმს როგორ მოვაწონოთ თავი ჩერის სივრცემ. არავინ არ იცის YouTube-ის ალგორითმი. კიდე ერთხელ წეღანაც თქვი და ახლაც ვიტყვი. არ არსებობს ადამიანი, რომელმაც იცის რაღაცის ალგორითმი. არა, ეს ხო, მაგრამ აი ხა შენ წეღარო მითხარი, რომ ადრე ვამბობდით, რომ პოსტის დადებას ადრო აქვს. რაღაცეები, რაც ურჩევთ ხოლმე რა. მაგის თქმა მინდა ზუსტად, რომ არ მინდა რომ ეს იყოს, რომ აი რომ თქვით, რომ ესე არ არის. ხო, მე მქონდა кейსი, ბოდიში ცოტა სხვა თემას გადავა. სამშაბათს ერთ-ერთი ავხსენი მოკედ უნივერსიტეტში. ერთ-ერთი кейსი რაღაცის, რომ ეს მუშაობს, 4 შაბათს მოვიდა განახლება, პარასკევს მივიდა თავიდან ავხსენი. რომ საერთოდ შეიცვალა ყველაფერი. ხო, საერთოდ შეიცვალა. ეხლა რაც შეეხება YouTube-ს რა, YouTube-ი ჩემი აზრით უნდა იყოს კარგი მოსასმენი რა. ჩემთან ეგრე ასოცირდება რა. დღეს ცდილობენ ხოლმე რომ YouTube-ი იყოს კარგი საყურებელი რა, მაგრამ აი ჩერის პოდკასტი რაც არის რა, ჩემი აზრით უნდა იყოს კარგი მოსასმენი. აი სოსო მაგალითად, უნდა იყოს კარგი საყურებელი. და აი ეგ ნიშა უნდა დაიჭიროს ყველა პოდკასტმა თავიდანვე რა რომ ხო მაგრამ ალგორითმა რა იცის ქართული ენა კაი მოსასმენია თუ არა ეს არის მომხმარებლის მხარეს რა ყველაფერი ლაგდება საბოლოო ჯამში მომხმარებლის მხარეს რა მომხმარებელი თუ შენთან გამოიჩენს ჩართულობას დაგალაიქებს დაგაკომენტარებს შენ ვიდეოს აიღებს და გადააზიარებს და ესე შემდეგ YouTube იმას აღარ უყურებს რა რომ იქ ჩერი რა თქვა ანუ ქართულად შეიგინა თუ რაღაც მაგას აღარ უყურებს რა ყველაფერს უნდა უყუროთ მომხმარებლის მხარეს მაგის ქვემდა და ალგორითმის მხარეს ნუ უყურებთ რა აი ალგორითმის მხარეს Instagram-ზე არის ეს რაღაცა 0.5 წამიანი ვიდეო რო იყო თუ გახსოვს ერთ-ერთმა ცნობილმა ინფლუენსერმა 0.5 წამიანი ვიდეო გადაიღო და დადო შვებოდა რა მილიონობით ნახვა ქონდა მილიონობით იმიტომ რომ ნუ ალგორითმა შეხედა რომ ყველამ ბოლომდე უყურა და ყველამ თავიდანვე გაამეორა და რა თქმა უნდა მე YouTube-მა ეს გამოასწორა და ანუ Instagram-მა გამოასწორა და გააკეთა და ეგ 0.5 წამიანები ქართველებმა რო გადმოიღეს ქართველმა ინფლუენსერებმა უკვე აღარ მუშაობდა რა უკვე აღარ მუშაობდა ეს არის YouTube-იც რა შენ YouTube-ს რაც მეტ უფლებას მიცე მაგათ რომ მეტი რეკლამა განგითავსოს არხზე რეკლამა აუცილებლად უნდა
მიცე YouTube-ს რა, პრეროლიც, მიდროლიც და ლასტროლიც. რომ იყოს რეკლამა. ანუ ჩემ მხრიდან კი არა. მონეტიზაციას როცა გაივლი. გავლილი გვაქვს, ანუ თუ დავუშვათ ადამიანი, რომელსაც პრემიუმი არ აქვს YouTube-ის ნაყიდი და რო უყურებს ჩემს პოდკასტს, ხშირად ამოუგდოს რეკლამები და მე მემაგინებს მე ეგ მოხარული. რა, იყოს მაშინ პრემიუმი. აიღოს მაშინ პრემიუმი. მან სუმაგ ლოგიკაზე ვარ რა, აიღოს მაშინ პრემიუმი. რა ვინმე უშლის, ეხა ფინანსურად თუ როგორი არ გვაინტერესებს, მაგრამ თუ არ უნდა აიღოს პრემიუმი რა და სამისად YouTube-ზე თავიდანვე ნიშა უნდა და თუ გახდები შენ, ნახე, კარგი მოსასმენი პოდკასტი, როცა თვლი რომ შენ კარგი მოსასმენი პოდკასტი ხარ, მე შენ საშუალება უნდა მომცე იმის, რომ აი რაღაც მომენტში რაღაც საქმე არ მივატოვო და შენთან არ გამოვიქცე რა. აი მიყვები რაღაცას და მე უნდა აი ნახე მე შენ ამას განახებ რა. მე რაღაც საქმე უნდა მივატოვო. ცალკე მყავ ტელევიზორში ჩართული მე შენ რა უბრალოდ გისმენ რა უნდა მივატოვო მოვიდე დაგინა ხო ეს მანახა მე ესე უნდა წავიდე რა და საქართველოში მაგის ნიშას უკარგავთ ხოლმე ზოგადად რა ზუსტად ვერ ხვდებით პოდკასტი არის საყურებელი თუ მოსასმენი პოდკასტი რა შენი პოდკასტი მე შენ უნდა იყოს კარგი მოსასმენი პოდკასტი მაგალითად გზაზე როცა მივდივარ უნდა ვიყო კარგი მოსასმენი პოდკასტი რა და ეს ამ ნიშას უნდა მივიღო პოდკასტი უნდა იყოს კარგად დაჭრადი პოდკასტი თუ კარგად არ დაიჭრა წარმოიდგინე რომ დაანებე თავი ამ პოდკასტის კეთებას. დაჭრადი შენ ამბობ რილებს ხო? რომ მე გავაკეთოთ ცალკე რა, აი ჩვენ სანამ დავიწყებდით პოდკასტს, მანამდეც ზუსტად მაგას ვამბობთ, რომ რამდენ წამიანი პასუხები გავცეთ ხო. იმიტომ რომ მე ის თუ არ მოიჭრა 30 წამიანად და 1 წუთიანად და 2 წუთიანად, რომელიც იდეაში მომხმარებელს მე აქეთ გადმოიყვანს და მუღამია რომ იმ მოჭრილშიც ბოლომდე არ უნდა იყოს თემა დასრულებული. რა თქმა უნდა, ბოლომდე მიყევი კი, ჩვენ ეგ უნდა გამოვასწოროთ, იმიტომ რომ რაღაცა ბოლომდე უდევთ ხოლმე პასუხს. ეგ უნდა მეთქვა. მე რაც შენთან მაქვს და ნანახი ფაქტურად ბოლომდე გისმენ და ნახე მუღამი არ მიჩნდება რომ მოდი გადავიდე რომ ამ მომენტზე გადავახვიო და ეს მომენტი მიუხედავად რომ ბოლომდე ვდებთ ხოლმე TikTok-ზე მაინც უშველებელი წინააღმდეგობა არის, იმიტომ რომ ნუ გონიათ რომ კონტექსტიდან ამოჭრილი ეგ არის ბოლო ეს მაგიტომ ამბობ რომ ის TikTok-ის აუდიტორია იმდენად ინფანტილურია რაღაც ანუ არ ვაყენებ არანაირად ყველა მეც მაქვს TikTok-ი. უბრალოდ მასა აუდიტორია იმდენად ანუ ვერ ხვდება რომ ეს არის YouTube-ის კონტექსტიდან ამოჭრილი რაღაცა პატარა ვიდეო. ხო და მაგას თუ ხოდეს რაღაცა და მოდის ნუ რაღაცა სასწაული ხო და ნუ იქ სად არის ახლა ლინკის საშუალება TikTok-ზე არ არის. საშუალება არ აქვს, მაგრამ ვრცლად იხილე და აი TikTok-ზე არის ყველაზე გადაობა ეს რაღაცა რა. TikTok-ზე დღემდე გონიათ რომ ჰაშტაგები მუშაობს. არ მუშაობს. არა. ყველაზე გადაობა. Instagram-ზე მუშაობს ჰაშტაგები? აღარ დაავიწროვა Instagram-აც უკვე ჰაშტაგები. არის ესეთი ჰაშტაგი for you metki, for you metki ბიჭო, for you-ზე ვარ. TikTok-ზე. სისულელია უბრალოდ. ვაფშე აზრი არ აქვს. ჰაშტაგს აქვს ერთადერთი მუღამი. რომ ბრენდით თუ არის შენ შეგიძლია გააკეთო ეგეთ ჩერის ფიტნესი მაგალითად ჩერის პოდკასტი ესენი ოკეი რომ ბრენდით არის რა და ანუ მე თუ ამას დავაწვევი ჩერის ყველა ჩერის ამომიგდებს ყველაფერს ახლა for you metki ბიჭოს რომ მიწერ თან 9.4 ამას რომ მიწერ რატო უნდა დავაჭირო ჰაშტაგის მუღამი ხო ეგ არის უნდა დავაჭირო უნდა დავსერჩო ძებნაში რა და ამომიგდოს მის შესახებ ყველანაირი აი UFC როცა იმართება იხსნება ჰაშტაგი მაგალითად UFC 310 რაც ღონისძიებას ქვია და ყველა ცნობილი ადამიანი ვისაც უნდა რომ UFC-ზე აზრი გამოთქვას ამ ჰაშტაგს ჯერ დაწერს და მეერე თავის პოსტს დაწერს რა და საქართველოს ეს ჰაშტაგები გვაქვს რა ვიცი ძიას კაცი და რაღაცა ეგეთი რაღაცეები და არ ტყუილა უწერთ რა ანუ ტყუილა უწერთ რა ირაკლი ბოლო კითხვისგან წავიდეთ რა არის მომავლის პლატფორმა იმიტომ რომ შემოვიდა იქ thread იქ რაღაცა რა არის მომავლის პლატფორმა რატო შემოვიდა ზოგადად არ ვიცი ხო რა საჭიროა ანუ რატო გააკეთეს არ ვიცი თუ როგორც Twitter-ი იყო ალბათ სავარაუდოდ მაგის Twitter-ი რო გაეკეთებინა და სხვათა შორის ვიტყვი ერთ რაღაცასაც რომ Twitter-ი საქართველოში Twitter-ი ხო გონიათ რომ პოლიტიკური და ძალიან ისეთი პლატფორმაა რა Twitter-ი არის მსოფლიოში ნომერ პირველი პორნო ინდუსტრიის გამავრცელებელი პლატფორმა. მართლა? კი, ზოგადად, რომ სენსიტიური კონტენტი არ არსებობს და ყველა ცნობილი ეგეთი ტიპები და ეს შემდეგ Twitter-ს იყენებენ განსავითარებლად რა. შესაბამისად Twitter-ი მე დიდად არ მომწონს და ეს პლატფორმაც ზაკერბერგმა რატო მოიგონა და რატო გააკეთა არ ვიცი რა არ ვიყენებ დავრეგისტრირდი კი ბატონო არ ვიყენებ არ ვიცი რა მომავლის პლატფორმა ჯერ არ გამოგონილა მოდი ესე ვთქვათ რა ჯერ არ გვაქვს მომავლის პლატფორმა ჩემი არის სადაც ყველა გადავალთ რა
დღეს ბაზარზე არაფერი არ ჩანს, ისეთი, რაზეც ვიტყვით, რომ ალბათ ყველა იქ გადავალთ. რაც მოუგებს Instagram-ს და მეტას. ხო, რაც მოუგებს Instagram-ს და მეტას, იმიტომ რომ განსხვავება საზოგადოებაში 8 მილიარდიან ქვეყანაში ალბათ მილიარდ ნახევარი ადამიანი არის, არც ალბათ მილიარდი ადამიანი, ვინც ტენდენციებს მიყვება და რაღაც და ის ვინც არ მიყვება ტენდენციებს, აი ის რომ Facebook-იდან შენ ამ ახალ პლატფორმაზე გადმოქაჩო და გადმოიყვანო, იმდენად დიდი დრო და პერიოდი დაგჭირდება, ხა Facebook-ი შემოვიდა, როდის 2004-დან დაიწყო აქტიურად, ხო და წარმოიდგინე ჩვენ ქვეყანაში ჯერ ის ინტერნეტში დადეტერმინი არსებობს ისევ რა, ერთ ჩემი აღლობელი რაღაცა ვნახეო და სად ნახევდა ინტერნეტში დევს. ინტერნეტში სად დევს მეთქი, ხო? ისევ იქ იმ ლოგიკაში ვართ რა და. ან მე ჩემი კითხვა უფრო სხვა იყო, აი არსებული პლატფორმებიდან რომელი არის ესეთი, რაშიც აი 100%-იანი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ ჩვენ. Instagram. კი, აი მე Instagram-ს არასდროს. ეს იმიტომ რომ პირადი სიყვარულია თუ არა მარტო პირადი სიყვარული, ბიზნეს მხრივაც, ესთეტიკა. ახლა პროდუქტის მყიდველი ვინ არის შენი პროდუქტის მყიდველი რეალურად, ხო? 18, 30, 35 წელი. აი ეს რენჯი ვინც ახალს იგებს. აი Facebook-ს აღარ სკროლავენ. 45-მდე. ხო, აღარ სკროლავენ. აი ჩემი სტუდენტები, ბევრს Facebook-ს ერთ არ აქვს. კი, ძალიან ბევრი არის ჩემი მოგონება. ანუ არ აქვს რა Facebook-ი უბრალოდ. და აქვს Instagram-ი, აქვს TikTok-ი, ან TikTok-ზე ის როა შემოსული, რა ქვია. სტრიკიო თუ რას ეძახიან, რომ ანთებ რა, ბევრჯერ ერთმანეთს თუ წერ ყოველ დღე რა, რადგან ანთებ რა. აი TikTok-ი აი პროსტა გვაქვს, იმიტომ რომ ერთი ამბავია, მესეჯის მისაწერად უკვე Telegram-ს იყენებენ, ან WhatsApp-ს იყენებენ, ან Facebook-ს აღარ იყენებენ. Instagram-ს იყენებენ ძალიან აქტიურად. და შესაბამისად ეხლა 18 წლის ბავშვები რამაც იყენებენ, უნდა ვიმშალოთ, რომ მინიმუმ 10 წელი ეგენი ისევ გამოიყენებენ. ისევ ეგენი იქნებიან რა. და ამიტომ ჩემ ერთ Instagram-ს ყველაზე მეტად უნდა მივაწვეთ თავიდან ბოლომდე და ოღონდ რო შევაჯამოთ, უნდა ვისწავლოთ რა არის მართალი და რა არის ტყუილი. აი ამაზე შემიძლია რომ მართლა დისერტაცია დავიცვა ხოლმე რა არის მართალი და რა არის ტყუილი, იმიტომ რომ AI-ს ეპოქაში ვართ და იმ დღეს კიდე ის იყო, რა ქვია, ჰოლოგრამით დედა რო შვილს აძინებდა, ეგ იყო ჩემთვის პიკი რა. ოღონდ რეალური ამბავი იყო რა, დედა იყო წასული სადღაც და ბავშვი დედის გარეშე არ იძინებდა რა, ეს ჰოლოგრამები რო არსებობს, ხო, რო დადგავდა, რო ამოდის ჰოლოგრამა. ანუ უკვე არსებობს, არ ვიცი. კი, ჰოლოგრამები არსებობს, კი. და ჰოლოგრამით იყო დედის ჩართული ეს დედა რომ ელაპარაკებოდა რაღაც უცხოურად იყო, რა თქმა უნდა. და AI არ იყო, ოღონდ უენჭველი ვიცი რომ AI არ იყო და ბავშვს ეგრე აძინებდნენ რა და რა ეპოქაში მივდივართ ახლა, ხო ხვდები რა, რომ კი ბატონო, ჩვენ ძალიან მალე ჩერი ამოგიხდებათ და სახში გავარჯიშებთ ჰოლოგრამით. ო, ჩერი. კი, ხო და შესაბამისად ყველა კომპანიამ უნდა ისწავლოს ამ ყველაფერთან ერთად ცხოვრება რა. ამ ციფრული სამყაროს გარეშე არა მარტო კომპანიამ, ადამიანებთან დედაჩემ ChatGPT-ის გარეშე ვეღარ ძლებს. დილით რო იგვიძებს ChatGPT-ს ეკითხა, როგორი ამინდიაო რა. გუშინ, შენ რო გიყვარს იმ ChatGPT მითხრა ზუსტად რაღაც გიჟობა მითხრა რა მორიგი და მეთქი ყველაფერს ნუ უჯერებ, გაზის ChatGPT-ს უნდა გადაამოწმო წყარო თუ არ არის. ხო და აი ეგეც უცებ პრობლემა, რომ ჩვენთან გონიათ ChatGPT მარტო ყველაფერი და ChatGPT-ს ყველა რესურსი მაქვს Google-დან. ყველაფერი აბსოლუტურად მოაქვს Google-დან, უბრალოდ ჩვენ ტვინი. არა, ჯერ იგონებს კიდევაც. თავისით რაღაცა ლოგიკებში იგონებს. კი. შენ გარგებს, ეგრე ვთქვათ, მოდი, ცდილობს რომ შენ მოგარგოს. აი, რასაც არ უნდა უთხრა, იქ პრომპტში თუ არ გაუწერ სპეციალურ რაღაცას, გეტყვი რომ ძალიან მაგარი კითხვა. აი, შენ რო ეს მოგაფიქრდა რა მაგარი ხარ რა და მარტო ChatGPT არ არის რა. აი, მაგის თქვა რომ ყველა საქართველოში ChatGPT და Gemini ამ ორს იყენებს ყველა. იმის იქით ხელოვნური ინტელექტი უამრავი მილიარდი პლატფორმა არსებობს, რასაც ყოველდღიურობაში ვიყენებთ აბსოლუტურად რა. აი, ძალიან ბევრი პლატფორმა არსებობს და გვიოლებს საქმეს 1000%-ით რა. მოკლედ, ძალიან მაგარი და ძალიან საინტერესო ეს გამოგვივიდა პოდკასტი. ძალიან ბევრი რჩევებს აიღებს ინფლუენსერიც, კომპანიაც, მაყურებელიც, იმედია, ხო? და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის შენ. არ ვიცი, არის თუ არა რაიმე ესეთი დარჩენილი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და კითხვის სახით გამოვრჩა. როგორ ფიქრობ? ალბათ არაფერი ერთად იქნება, რომ კომპანიებს ვთხოვ, რომ ესეთი პოდკასტები და ესეთი წამოწყებები ძალიან აქტიურად დაასპონსორონ და ჩადონ რესურსი ამ ყველაფერში რა, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა, აი ხა დღეს შეიძლება 5000 ნახვა, ხვალ 100000 იქნება, ზეგ 200000 იქნება რა. ყველა დიდმა ადამიანმა რაღაც საიდანღაც დაიწყო რა და ეხა აქ რო ეს წყალი გვიდგას, კარგი იქნება თუ რამე კომპანიის ბოთლით იდგება რამე განსხვავებული წყალი თავისი. თუმცა ასე გამიგია, წყალს რეკლამირება არ ჭირდებაო და შესაბამისად არაფინანსებენო და რა ვიცი, ვართ ეს. არა და ჭირდება საქართველოში დღეს უკვე წყალსაც რეკლამირება. ამ პოდკასტს ყავს სასწაულის სპონსორი.
და ძალიან ამაყი სპონსორი და ძალიან ძლიერი ჩემს კუცა ხადა ჩერის ფიტნესის კომპანია, რომელიც არის ჩემი კომპანია და ამაყი ვარ, რომ ამ პოდკასტის სპონსორია და ასე რომ თუ სხვები არ დაგვასპონსორებენ ეს პოდკასტი მაინც იქნება და აი როცა გავიზრდებით და მე უკვე რაღაცა სხვა თანხები დაიდება იქ. თავარია მონდომება. რა თქმა უნდა, კი. ყველაფერი აბსოლუტურად იქნება. როცა განმავლობაში შენ პოდკასტს გაკეთებაც არ გინდოდა თავი. არ მინდოდა, ხო? დღეს უკვე მუღამინგ რაღაცა, ამიტომ ყველაფერი. მაგრამ ერთ წაღან ვეჭყვებოდი ირაკლისს, მე დამაძალე და რა ვინ მიყურებს. მაგრამ მიყურებენ. მაგრამ მიყურებენ, კი, ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გულშემატკივრებს, ვინც გვიყურებს და ვინც მართლა ესე თავიდანვე შანსი მისცა ამ პოდკასტს. მეც არ ვარ, მე ხო გეუბნები, მე ჩემი თავი სტუმრის რანგში უფრო მომწონს, ვიდრე წამყვანის რანგში, ჯერ კიდევ რა. იმიტომ რომ სადაც სტუმრად ყოფილა, რომ 20-ზე ნაკლებ კაც არ ვდებ ნახვას და ჩემთან ჯერ არ იგრძნობა რა. ხო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეც ვიზრდები რა, იმიტომ რომ მეც დრო მჭირდება ამ რანგში. ნუ მე არ ვარ ძალიან მაგარი ჰოსტი, იმიტომ რომ აი რაღაც კითხვები მე რომ მიდივარ ხოლმე სახში, მე ვფიქრობ რომ აუ, ჩემი რა კითხვა გამომაძე, ხო? ეს მარკეტინგია რა, და ყველაფერს მარკეტინგი, ყველაფერს მიხედავს ადამიანების გადაწყვეტილებების 95% იღებს მარკეტინგი და აბა. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა. თქვენ ძალიან დიდი მადლობა რომ გვიყურეთ და რა თქმა უნდა, თქვენ არ უნდა დაგავიწყოთ ლავაც ჩვენი მხარდაჭერა ის რომ ჩვენ გჭირდება დალაიქება ამ ვიდეოსი, გაზიარება და რა თქმა უნდა არხის გამოწერა. აბა თქვენიც მომავალ ეპიზოდამდე. ნახვამდის.